გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, დღეს ორშაბათია და ჩვენი სტუდიის ეთერშია გადაცემა ანალიტიკა, რომელსაც წარმოგიდგენთ მე თენგო ომანიძე, ასევე ჩვენი მეგობრები მერაბ ჭიქაშვილი და წოტნე მარღია. მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი ეთერისთვის პირველ თემად გვაქვს შერჩეული, რა თქმა უნდა, ალბათ არ იქნება ეს ასე ვთქვათ, სურპრიზიც მაყურებლისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის თემა და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესები. ბოლო კვირა აღმოჩნდა ერთგვარად ძალიან დაძაბული ხო, როგორც ინფორმაციულად, ისე ემოციურად დატვირთული კვირა, ბევრი რამ მოხდა და მექნება ასეთი შემოთავაზება, რომ ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში და პირველ ნახევარში სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობა შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო. მოკლედ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს სვენელს და მაყურებელს. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს მსმენელს და განსაკუთრებით რა თქმა უნდა აქტიურად ვინც აქტიურობს ინტერნეტ სივრცეში, ჩვენს მადლობა უთხრა ასევე იმისთვის რომ ისინი აქტიურობენ, გვიყურებენ როგორც YouTube პლატფორმაზე, სოლიდარობის სტუდია, ასევე ჩვენს Facebook გვერდზე და ჩვენ ვცდილობთ რომ უახლოეს მომავალში ასევე თქვათ აღვადგინოთ სატელევიზიო ეთერის ამას თუ როგორ რომელ ტელევიზიასთან გვექნება ეს მოლაპარაკება ამასაც ძალიან მალე გავაგებინებთ ყოველ შემთხვევაში მინდა რომ ეს მათი დამსახურებაა რომ ესე ყურადღებით აყურს გადანებენ და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ მხოლოდ საინტერესო აქტუალურ საკითხებზე ვისაუბროთ ანალიტიკა გქონდეს ობიექტური და რაციონალური შეფასებებით. კი ბატონო, მეც მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. თემა გვერდს ვერ აუვლიდით, მოდი აქედან დავიწყოთ, ისეთი კვირა იყო, იმდენად დატვირთული კვირა იყო, იმდენად საინტერესო მოვლენები მოხდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გვერდს ვერ აუვლიდით, ვერ დავტოვებდით ყურადღების მიღმა, მით უფრო პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი რაღაცა პლატფორმა ვართ, ონლაინ მედია, რომელიც რაღაცა საერთო სურათს მეინსტრიმულ მედიაში არსებულ საერთო სურათისგან განსხვავებულად ცდილობს რაღაცები დაანახოს საზოგადოებას და ამიტომ ჩემი აზრით საინტერესო იქნება ჩვენეული ხედვა და შეფასება ღარიბაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ. კი ბატონო, დავიწყოთ, მოდი მაშინ მსჯელობა, მე უბრალოდ თავიდან ვიტყვი ჩემს მოსაზრებას. ერთი არის ალბათ რაზეც ძალსახად თანხმდებით ამ საქმის სამართლებრივი მხარე, და სამართლებრივ მხარეში გულისხმობ რა წერია კონკრეტულად ბრალდებაში, რომელიც არის სასამართლოში შეტანილი და მეორე არის პროპაგანდისტული მხარე, როგორ ხდება მერე უკვე ამ ყველაფრის ტირაჟირება. პირველ რიგში აი სამართლებრივ მხარეზე რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში რაც სალსახად უნდა ვთქვათ, ბრალს ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც მისმა ადვოკატმა გააკეთა განცხადება, ის აღიარებს წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ, თანამშრომლობს გამოძიებასთან. ბრალს რა სახის ფორმულირება აქვს, ყოველ შემთხვევაში რა ჩვენ მოვისმინეთ. აქ არის საუბარი, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, როდესაც ის იყო პრემიერ-მინისტრი, მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი, კიდე მერე თავდაცვის მინისტრი, მერე გახდა პრემიერ-მინისტრი. აი ამ საქმიანობის დროს მას პარალელურად ჰქონდა კერძო ბიზნესზე წვდომა. ამაზე ეს იყო 2016 წლიდან, ანუ იმის შემდეგ პირველი წასვლის და მეორე მოსვლის პერიოდში. ანუ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ დაინიშნა მთავრობაში, მაღალ თანამდებობაზე, მას პარალელურად ჰქონდა ბიზნეს ინტერესები. ანუ ის ბიზნესი, რომელიცაც ის მთავრობაში მოსვლამდე აკეთებდა და მუშაობდა კერძო სექტორში და შემდეგ როცა გახდა მთავრობის წევრი, კანონი ავალდებულებს მთავრობის წევრს, რომ ყველანაირი ბიზნესთან გაწყვიტოს კავშირი და გაასხვისოს, ასე ვთქვათ, თავისი წილები, მაგრამ ნუ როგორც ძირითადად ხდება ხოლმე საქართველოში, ამ შემთხვევაშიც ბრალში ეს წერია, რომ მან ფიქტიურად გაასხვისა, გადააფორმა სხვა პირზე, ამ შემთხვევაში ოჯახის წევრზე და რეალურად ინარჩუნებდაო ამ ბიზნესის მართვაში თავის როლს. ეს არის ის, რაც წერია ბრალდებაში. მეორე საკითხი, ეხა, ხო, პირველ რიგში ეს ვთქვათ, არის თუ არა ეს დანაშაული, დიახ, რა თქმა უნდა, ეს სალსახად არის დანაშაული, აღიარებული აქვს ეს საკითხი ირაკლი ღარიბაშვილს და აქედან გამომდინარე წარდგენილი აქვს ბრალდება. ეს არის ერთი. მაგრამ მეორე ნაწილი ეს არის პროპაგანდა ამ ყველაფრის. პროპაგანდისტული მხარე და აი აქ ცოტა განსხვავებული სურათი გვაქვს. ხშირად აი ამ პროპაგანდისტულ არხებზე, როგორც სხვა შორის ამ საქმეში სამთავრობო ისე ოპოზიციურ არხებზე და კიდე იქ მთავრობასთან გარკვეულ
კავშირში მყოფ თუ ასე ვთქვათ კავშირში შემჩნეული პირების თუ სატელევიზიო ჯგუფების მხრიდან რაც ხდება პროპაგანდა ამ ყველაფრის იქ ცოტა ყველაფერი განსხვავებულად ჩანს და რეალურად განსხვავდება იმ ვერსიისგან რაც არის ოფიციალურ ბრალში ხო ჩაწერილი დაწყებული აი მოქროულობის ჩვენებით და გამომზეურებით რომელიც შემდეგ როგორც გაირკვა არასწორად ხდებოდა კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილთან აი ამ ყველაფრის დაკავშირება ასევე დაიწყეს ჯერ 1 მილიარდი ლარის დაკარგვით და ეხა წეღან შევედი და 12 მილიარდ ლარზე ლაპარაკობენ რომ თურმე 12 მილიარდი ლარი აქვს მოპარული და ანუ პროპაგანდა ერთი სიტყვით მკვეთრად განსხვავდება იმ რეალური ბრალისგან რაც არის თავის მხრივ რა თქმა უნდა დანაშაული ამ კაც რაც აქვს წარდგენილი ის დანაშაულია და არავინ ამბობს რომ ეს არ არის ან დანაშაული არ არის ან პატიება არის ამ შემთხვევაში მიზანი და მოთხოვნა ანუ ვინმეს მოსწონს ეს ყველაფერი არა ჩვენ პირველ რიგში კი მათ შორის ჩვენ პირველ რიგში რა თქმა უნდა არა მაგრამ ნუ ეხა რაც არის განსხვავება არის ერთია როდესაც გედავებიან რომ ბიზნეს საქმიანობას აწარმოებდი მთავრობაში ყოფნის პარალელურად და მეორე არის ის რაც გვესმის პროპაგანდისგან რომ 12 მილიარდი ლარი აქვს ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოპარული ძალიან საწყენი იყო ჩემთვის რომ ამ პროპაგანდაში გარკვეულწილად ჩართული აღმოჩნდა ბევრი ისეთი ადამიანი ზოგ შემთხვევაში ამან გამაკვირვა ზოგ შემთხვევაში გული დამწყვიტა მაგრამ ზოგ შემთხვევაში გამაბრაზა კიდეც ისეთი ადამიანების მხრიდან მოვისმინე კომენტარები და განსაკუთრებით რომ აი რომელ ნაწილს გულისხმობ იცი რომ პროტესტი გამოთქვეს და ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი რატო არ იჭერენ ციხეში რატო არ სვავთ ეხა ამ ადამიანს და ასე შემდეგ ეს მოდი ნუ ყველამ შევაფასოთ ვინ დასაჭერია ვინ გამოსაშვებია და ამ ნაწილში მე არ მინდა რომ შევიდე ეხა პოლემიკაში უბრალოდ იგივე ადამიანების მხრიდან ხა წარსულში რომ ახსოვს რა სამბობდნენ და როგორ ლაპარაკობდნენ და რა განწყობები და დამოკიდებულებები ჰქონდათ. ეხლა ეს ნამდვილად იყო მინიმუმ გულდასაწყვეტი და როგორც გითხარი, ჩემ შემთხვევაში გამოიწვია კიდეც გაბრაზების ეფექტი. აი მე რა საინტერესო არის შენ თუ შეატყვე ეს განსხვავება მთელი ამ დღეების განმავლობაში და ცოტნე სწორი თქვა ჩვენ ვიყავით მართლა რეალურად არავისთვის იქნება ალბათ საწყენი, მაგრამ ერთადერთი ისეთი ონლაინ პლატფორმა სადაც განსხვავებული აზრი იდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ამას შეატყობდა კიდეც ჩვენი მაყურებელი, ალბათ ამით არის განპირობებული, რომ აი ამ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი სოციქსელები განსაკუთრებით გამოირჩეოდა მაღალი ვიზიტორებით, იმიტომ რომ თემა იყო საინტერესო და ხოლო ჩვენ ვიყავით, ვინც ამ განსხვავებულას თავაზობდა საზოგადოებას და ერთი არ მინდა გამოჩნდეს, თუმცა ჩვენ მედია სივრცეში რა თქმა უნდა არიან სხვა ჯგუფებიც, აი მაგალითად ასავალ-დასავალის ბოლო ნომერი ვნახე, სადაც ჩემი აზრით სრულიად სწორად, რაციონალურად, ობიექტურად არის ჩამოყალიბებული ამ საკითხზე პოზიცია ურჩევდი მაყურებელსაც რომ გაეცნოს ამართლად საკმაოდ დიდი ტირაჟით გამოდის ეს გაზეთი და საკმაოდ დიდი გავლენა აქვს მას საზოგადოებრივ აზრზე და გამიხარდა რომ აი გაზეთი ასავალ-დასავალიც ყოფილა ჩვენ ჭკუაზე. სხვა შემთხვევაში აი შენგან მაინტერესებს შენთვის თუ იყო თვალსაჩინო ის რაც განსხვავება არის სამართლებრივ მხარესა და PR პროპაგანდისტულ მხარეს შორის. კი ბატონო. სხვა შორის გავაგზელებ აი შენი ბოლო ნაწილიდან ხო? მართლა არაფერი არ არის დასამალი და ჯერ კიდევ საერთოდ აი ყველამ გადახედოს ჩვენს YouTube და social გვერდს ვიდეოები დევს. როდის დავიწყეთ ჩვენ თქვათ ეს კამპანია თუ ამას კამპანიას ესე დავარქვით. ჩვენ ეს არ დაგვიწყია შეგნებულად იმის გამო რომ ან ირაკლი ღარიბაშვილთან, ან ვინმე სხვასთან, ან მისი ოჯახის წევრთან რაღაცა პოზიციონერობა დაგვეწყო რა ვნახ. ჩვენ უბრალოდ დავიწყეთ ობიექტურად ეს ამ სიმართლის თქმა და ამ სიმართლეზე ლაპარაკი. და კარგად ვიცით რა გამოხმაურება მოყვა და ისიც კარგად ვიცით, მაშინ ჩვენ როცა ეს დავიწყეთ, ძალიან ბევრი ადამიანი, რა ვიცი, ცოტა რაღაც სხვანაირ პოზიციაში იყო, თუმცა მაშინ საერთოდ ისიც არ იყო გამოკვეთილი, ის კი არა მეტიც ირაკლი ღარიბაშვილს ნათქვამი არ ქონა საერთოდ, თუნდაც აი ეს რაც აღიარა მან და რაც მართლა არის დანაშაული და რაც მართლა არის საწყენიც და ობიექტურად უნდა დაისაჯოს ის ამ ნაწილში, მაშინაც მანამდეც კი ჩვენ უშუალოდ საუბრობდით ამ თემაზე და მათ შორის საუბარი დავიწყეთ ზუსტად იმაზე რომ ჯერ არ არის დამთავრებული კაც ჯერ არ მას გვიქნიაო რა ქვია და უკვე მამლის ხივილამდე მამლის ხივილსაც არაცალეს ისეთი ხალხი უწერდა რაღაც კომენტარებს. სხვა შორის აი შენ ახსენე რომ ასავალ-დასავალი ახსენე და მე ვიტყვი რომ სხვა შორის აი ბოლო დროს ასევე მე სამართლებრივ მოითხოვს ითქვას რომ ნახე ძალიან კარგი და ობიექტური შეფასება ბატონი კახა კუკავასი სხვა შორის იყო მე მგონი TV პიროზე კახა ჩვენთანაც იყო მანამდე და მე მინდა თქვა მას მადლობა უთხრა რომ ჩვენთან მოვიდა და იმედი მაქვს რომ კიდე მოვემთ რომ ძალიან საინტერესო ისაუბრა კახამ ამ საკითხთან დაკავშირებით ანუ მან
ძალიან სწორად იურიდიულად და დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი და ეხა მართლა ღარიბაშვილს და ოცნებას და სხვას კი არა ათაბაბადან იცნობს ნაციონალურ მოძრაობას დასაწყის ამ ადამიანებს და ასევე უნდა ითქვას რომ ირმა ინაშვილს ქონა ძალიან ისეთი სტატუსი იყო თუ სტატია მოდი ასე ვთქვათ ასევე ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ანუ აქ ჩვენ რა არის ჩვენ არ ვლაპარაკობთ ჩვენ ხო არ ვლაპარაკობთ იდეოლოგიურ თანხმდეტრაზე ან ჩვენ ვინ მეგობრები ვართ ან ვინ უცხოები ვართ აქ ვლაპარაკობთ რომ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ეს არის საკმაოდ კონკრეტული და მაღალი ინტერესის ფაქტი ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ჩვენ ვლაპარაკობთ აი ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით რაციონალურად ჯანსაღ შეფასებებს მანამდე ვიდრე საერთოდ სიმართლე გაირკვეოდა და რა სიმართლეს გაირკვა ყველამ კარგად ვიცით და აი ამ სიმართლის მერე თუნდაც ღარიბაშვილის აღიარების შემდეგ როგორი შეფასებები გვექნება ხო ერთია როცა ვიცით რომ აპრიორში ვამბობთ რომ უი რა არ ველოდებით სხვა შორის ზოგიერთ ქონდა პირდაპირ ეთერში ამბობდა რომ არ მაინტერესებსო კაცო მალეო ყველაფერი გაირკვევაო და მე გარკვევის გარეშეც ვიციო რომ ესო მოღალატეაო და არის კიდე მეორე რო გაირკვა ეს რომ თუ რომ მოღალატე არა და პირიქით თავად ბრალდებელმა თავად სახელმწიფომ და მათ შორის სახელმწიფოში შედის პრემიერ-მინისტრი რა ქვია მე სუსიც კუდიც შესსს და გენპროკურორის ამბობს რომ კი ეს არ არის კორუფცია ეს არ არის სახელმწიფო ანუ ასე თქვა თუმცა აი აქ თავასწორებ ერთ რამ კორუფციასთან დაკავშირებით კონკრეტულად ჩვენ ვერ იქნებით ესე თქმა ცალსახად რომ ეს არ არის კორუფციული დანაშაული არ არის სწორი უბრალოდ კორუფცია სიტყვას როცა ვამბობთ აქ ჩვენ ასოცირება გულის მოპარვაზე ბიუჯეტიდან ფულის მოპარვაზე ამ შემთხვევაში არც არავინ ედავება დიდი მადლობა რომ ჩამისწორი იურიდიულად შეიძლება ესე მაგრამ ჩვენ ხო ვიცით კორუმპირებულს ატო ეძახდნენ და რისთვის ეძახდნენ და თურმე გაირკვა რომ ვამბობ ვაღიარებ ძალიან ცუდი ფაქტია რას ქვია ეხა ნუ ის დანაშაული და თან კაცმა თვითონ აღიარა ვინმეს რამე ხო არა დარწმუნებული ვარ ეხა ირაკლი ღარიბაშვილს არავინ დაადგებოდა თავზე და არ დაუთოებას დაუწყებდა და არც რაღაცა ძველი ისინი რაც იყო არ ვიცი საქმე ისე მიდის ხანდახან ვფიქრდები რომ რომელიც სახელმწიფოში ვიღვიძებ ისევ ხელახლა ნამდვილად არ მინდა რომ რაღაცა წარმოვიდგენ მაგრამ დარწმუნებული ვარ ირაკლი ღარიბაშვილი კაცი რომელიც კიდე დღემდე დაცვით მიდის სასამართლოში შედის და გამოდის და მას თავისებური ხასიათსაც ავლენსის ხო ჟურნალისტებთან რაღაცა იუმორია თუ რა არის მაგრამ დარწმუნებული ვარ ის რაც აღიარა ეს ძალიან ცუდია მაგრამ ჩვენ ხო ეხლა უკვე ვიცით რომ ეს არ არის თურმე ის კორუფცია ეს არც ღალატი არ არის ხო ჩვენ რატო გამოვიტანეთ დღეს ჰედლაინად ეს კიდევ ერთხელ ვამბობ ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს და საერთოდ თქვენ არც ქონიათ კავშირი ხა განსაკუთრებით ცოტნეს ხო ჩვენ შეიძლება პროფესიულ კუთხითაც ქონდა კი ბატონო მე მას პირადად ვიცნობ და რაღაცა ადამიანურ ფაქტორში რასაც ქვია ჯერ როცა რა ქვია მთელი სახელმწიფო და დაწყებული დეპუტატებიდან დამთავრებული უწყება არ იყო რომ თითი რამებს უმღეროდა მაშინ არ უმღერებდი ჩვენ და არც არის ეს უბრალოდ დიდი ხანია მას ვიცნობ და ვიცი მისი მორალის და ყველაფერი მაგრამ სად არის ღალატი იმიტომ გამოვიტანეთ რომ ეს ღალატი ხო ფაქტია რომ არც იმ ბრალში არ არის ხო ანუ მან თუ უღალატა საკუთარ თავს საკუთარ მომავალს თქვა თუ რამე შემდეგ როგორ განვითარდება და უღალატა საკუთარ ოჯახს ხა ბუნებრივია ამ ღალატში გულისხმობ რომ აი ეს კაცმა რომელიც მესამეჯერ მობრუნდა და საკმაოდ გმირულად მობრუნდა ხა თუ ეს კაცი ესე დამნაშავე იყო თუ ეს კაცი 2016 წელს რო დაბრუნდა ხელისუფლებაში ჯერ ვინც გაუშვა ხო კარგად ვიცი და ვინც დააბრუნა ისიც ვიცით ხა თუ ეს კაცი დამნაშავე იყო და ესეთი ეს დანაშაული იყო ესეთი რომ მამის ნაჩუქარ ფულებს იღებდა კი იურიდიულად დამნაშავე მაგრამ მე ამ კაცმა იმდენი რაღაცა გააკეთა ქვეყანა გადაარჩინა ბოლოს და ბოლოს აი ეს ხალხი ვინც დღეს მოღალატეს უკვე მანამდე ეძახდა და დღესაც ახლა გამოდის და არავინ არ დარჩა დედამიწის ზურგზე საქართველოს მხარეში და საქართველოს პოლიტიკურ რუკაზე და განსაკუთრებით ოცნების პოლიტიკურ რუკაზე 12 წელია მე 14 წელია ქართული ოცნება ვინც ირაკლი ღარიბაშვილს იცნობდა მეგობრობდა დიდი რამბები კი არა დიდი ბოდიში და ვაზელინით ერთ ადგილას იყო შემძრველი მაპატიეთ ამისთვის ერთადერთი კაცი დარჩა მარტო ვისაც ჩვენ ხედავთ რომ ამ მაპატიეთ გორის საკრებულოს თავმჯდომარე მოდი რა ხა ისე ავიღოთ რა ამ კაცის აი გამოვყოთ მისი რაღაცა ვაჟკაცური ბუნება თუნდაც გუნდური ერთგულება თუნდაც კაცური რაღაცა ღირსება იმიტომ რომ ჯერ კაც არა აქვს ჩადენილი ღალატი თურმე კიდევ ერთხელ ვამბობ მე არ ვამბობ რომ დანაშაული არ აქვს ჩადენილი კაცო თვითონ აღიარა და ხა მე დავიწყო ვაიმე ირაკლეს არ არის დანაშაული თქო მაგრამ აღიარა და კაც დაიცვას ერთმა კაცმა ამაზეა ლაპარაკი სად არის ღალატი აი ეს კითხვა იმიტომ გამოვიტანე თორე
კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ ვიცავთ. პირველი დღიდან ჩვენ კამპანიას დავიწყეთ და ნახევარი რეებს გვწერდა და ნახევარი სხვა შორის 2000-ს გვწერდა ჩვენ და ლამის ბოლოს სტატიები შეუკვეთა ზოგიერთმა მედია საშუალებამ უბრალოდ გაჩერდა ის გადაცემები და ის სტატიები იმიტომ რომ იფიქრეს თავიდან რომ მერაბ ჭიქაშვილი თენგო ომანიძე ან ცოტრი მარგია და საერთოდ სოლიდარობის სტუდია იყო რაღაცა ძალიან ახლო კავშირში ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ რომ რაღაცა პიარს უკეთებდით ჩვენ სიმართლეს ვამბობდი და ვამბობ. დღესაც იქნება ექსკლუზიური ინტერვიუ, საკმაოდ ისეთი მწარე სიმართლეა და ეს ვის შეეხება, ვის მოხდება, ამას დავაკონკრეტებ. ვიდეოს ბოლოს. კი ბატონო, ეგ საკითხი მე რა ბრაზე ჩვენ საუბრობდი და კონკრეტულ მორალური მხარე ეს მინდა რომ ძალკე გავარჩიოთ იმ გაგებით კი არა რომ ვინმეს მორალური პოლიცია არ ვარ მე და არავისზე არ ვფიქრობ რომ ასე ვთქვათ მორალის საკითხვის უფლება მაქვს თუნდაც ეხა, მაგრამ ნუ მაგ საკითხს ცალკე შევეხოთ ვინ როგორ მოიქცა პირველ რიგში აი ცოტნესთან ეს შეკითხვა მექნება ამ თემაზე კონკრეტულად რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, რაც შეეხება პროპაგანდისტულ მხარეს და სორსიძახის მერაბი პროპაგანდა ამ შემთხვევაში სრულიად იყო აცდენილი და არის აცდენილი იმ სამართლებრივი ბრალისგან, რაც აქ ამ ადამიანს წარდგენილი, ხო? აქ აი ერთი წამით რო წარმოვიდგინოთ რატო უნდა ჭირდებოდეს ეგ ქართული ოცნების მართლ გუნდს, მართლა ვერ ხვდები, თუ კი ადამიანს მათყოფთ თანაგუნდელს, თუ კი არედება ბრალი იმ დანაშაულში, რა აზრიც მუსირებს ხალხში, პირიქით, ხო, ამ შემთხვევაში ოცნების მიზანი უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად შეარბილოს ეს ყველაფერი, მაქსიმალურად საზოგადოებას ინფორმით მიაწოდოს, რომ არ დადგას ასეთი სურათი, მაგრამ ჩვენ ხედავთ პირიქით ამის საპირისპიროდ ბრალში წერია ერთი რამე, მაგრამ პროპაგანდა არის რომ ეს ადამიანი ყოფილა მოღალატე, რომ ან უღალატა, არ ვიცი ვის, არ ვიცი რას, მაგრამ აი სიტყვა მოღალატე ყველაზე ხშირად ისმოდა ამ დროს ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით. სად არის ღალატი? ეს არის ჩვენი გადაცემის სათაური და შენთანაც ეს კითხვა მექნება ცოტნე, რის ღალატში ან ვის ღალატში ედება ბრალი საბოლოო ჯამში ამ ადამიანს და თუ არის ეს ფორმულირებული სამართლებრივ ბრალში. ეს არის აქ საინტერესო, თორე ხა გულში ვიღაცა ამირან გულში მღეროდაო, როგორც ამბობენ და მე ის ვიგულისხმე და მე ეს ვიგულისხმე, მე აღარ არის ხოლმე უკვე საინტერესო. პროპაგანდაში, ღია ეთერებში ითქვა რომ ეს ადამიანი არის მოღალატე. ბრალში ეს არ წერია ყოველ შემთხვევაში და აი სად არის ღალატი? შენი აზრით რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე? არ ვიცი სად არის ღალატი ნამდვილად. არც ის მგონია რომ ჩემი საქმეა მაგის ძებნა. თვითონ ეძებონ გუნდში ან გუნდის ლიდერებმა თუ ლიდერმა სად არის ღალატი და ვისგან არის ღალატი. ერთი ამ ფაქტია, რაზეც შეგვიძლია შევთანხმდეთ, რაც ახსენეთ შენ ძმამერაბმაც, რომ ბრალი აბსოლუტურად სხვა არის იმისგან განსხვავებით, რაც არის ეგრეთ წოდებული PR კამპანია ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ეს შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენ რატო დავინახეთ ამის საჭიროება, რასაც ვაკეთებთ, ხო? დავინახეთ იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს სისტემა ცდილობდა თავიდანვე შეექმნა რაღაცა განწყობა, უარყოფითი განწყობა ამ ადამიანს, ეს როგორ მუშაობს, ხო, არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ რომ რაღაცა ნეგატიური ინფორმაციების შექმნით საზოგადოებაში, რაღაცა ჭორებით, აბსურდული რაღაცა შეთითხნილი საუბრებით, ბრალდებებით და ასე შემდეგ ამის მასმედიის მოცვა და კონკრეტული ადამიანის მიმართ რაღაცა განწყობების ჩამოყალიბება საზოგადოებაში. უბრალოდ ეს ძალიან რთული აღმოჩნდა ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ ბევრისგან გასაკვირად და მას შორის სიმართლე გითხრა არც მე არ ველოდი რომ მე ვიცოდი რომ ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა დიდი ავტორიტეტი საზოგადოებაში, თუმცა ამხელა ნდობა და ავტორიტეტი თუ ჰქონდა, ძნელად წარმოსადგენი იყო. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. აღმოჩნდა რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა საზოგადოებაში, ნახე ჩვენ ამ დღეებში. როგორ მოულოდნელი იყო თვითონ ოცნების ლიდერები? ალბათ მოულოდნელი იყო, კი, იმიტომ რომ ზუსტად ეხა აი ჩვენ საუბრობთ ღალატზე. სხვათა შორის აი პარასკევის შემდეგ, როდესაც მოხდა აღიარა ირაკლი ღარიბაშვილმა ის ბრალი, ეს საუბარი შეწყდა. ყოველ შემთხვევაში მე არ შემხედრია ღალატზე საუბრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე არის, რასაც მე მგონია რომ ხაზი უნდა გაესვას, ხო? ბრალდება, რომელიც აღიარა ღარიბაშვილმა, რომ რაღაცა ბიზნესი ჰქონდა თანამდებობაში ყოფნის დროს,
თუმცა კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ აქ თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე არ არის საუბარი, ამ ბიზნესის კეთებაში თანამდებობის გამოყენება არც ამაზე არ არის საუბარი, არც კორუფციაზე, არც ქრთამზე არ არის საუბარი, უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ რადგან ის იყო სახელმწიფო თანამდებობის პირი, მას საერთოდ არ ჰქონდა ბიზნესის კეთების უფლება. ეს არის და ის. ხო და ანუ მნიშვნელოვანი რა არის, ჩემი აზრით, რასაც პრინციპში ესეც მნიშვნელოვანი რომ წამოვწვით, არავინ არ საუბრობს ამას. ეს თემა საერთოდ გაჩერდა, ღალატის თემაც გაჩერდა, მაგრამ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, ყველაფერი იცის, ანუ ჩვენ არ ვცხოვრობთ რაღაცა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა იქაც დღეს ისეთი დროა, იმდენად ინფორმაციულია სოციალური ქსელი იქნება ეს თუ მასმედიის საშუალებები, რომ ძნელია რამე დაიმალოს, ხო? აქედან გამომდინარე, ყველაფერი იცის. ყველამ იცის, რომ თუ ეს არის ღალატი, დაუშვათ რასაც ირაკლი ღარიბაშვილის ბრალი აქ წარდგინე, რაც აღიარა, თუ ამას ღალატს ეძახის ვინმე, მაშინ მართველი გუნდი სავსეა მოღალატებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ძნელად თუ ვიპოვით რომელიმე წარმომადგენლის მართველი გუნდიდან, რომელსაც დაახლოებით იგივე არ ექნება გაკეთებული. ეხლა არ ექნება კი არა, არ აქვს ეხლა ბარლამ თوارეზე არ ექნება, მაგას გულისხმობ. რომელ ბიზნესს, რომელი მთავრობის კლანი ასე ვთქვათ, ლობირებს, მე მგონი საზოგადოების სულამაზეა ლაპარაკი. არაფრის ლობირებაზე არ ვსაუბრობ, ბიზნესიდან მოვიდა ადამიანი და ეხლა იმ ბიზნესი ვიღაცაზე გადააფორმა მეგობარზე ან ოჯახის წევრზე და დღემდე იღებს იქიდან შემოსავალს. ეხლა თუ ეგრე არის საქმე და თუ დაივლის ეხლა სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციული სააგენტო მოქმედი თანამდებობის პირებს, ხო? ძალიან ბევრგან აღმოაჩენს რა, იმიტომ რომ ვიცით, ეხლა არ გვინდა არც სახელები, არც გვარები, მაგრამ ქალაქშიც და ქვეყნადაც ვიცით, ვინ სად რას როგორ აკეთებს. დაივლის, აღმოაჩენს რომ დღესაც ამიან და თან პოლიტიკაში ძალიან ბევრი ჯუნცი პოლიტიკოსი ყავს, რომელიც არც სოლს, არც ძმას და არც მამას და არც დედას არ ანდობს იმ ბიზნესს. ძალიან ბევრს ვიპოვით. თუმცა ანუ ეს რატო უსვამ ამას ხას? არავის დაჭერა არ მინდა, კარგად იყოს, უბრალოდ რა არის აქ მნიშვნელოვანი, ხო? თუ ეს ასეა, თუ სხვაებიც არიან ამას შემჩნეული, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებისთვის ეს ნათელია და საზოგადოება მიცის ვინ რას, როგორ სად რატომ აკეთებს, ხო? მაშინ რა ხდება ღარიბაშვილის თავს? აი ეგ არის აქ მნიშვნელოვანი საკითხავი, რომ რატომ მაინც და მაინც ირაკლი ღარიბაშვილს რეალურად რა ხო, რეალურად რა ხდება, ხო? რეალურად რაში ზდებენ ბრალს და რატომ მაინც და მაინც ირაკლი ღარიბაშვილს 2023 წელს არიან 2022 წელს, ან მაშინ, როდესაც რა ვიცი, იმის გახარიას ღალატის შემდეგ რომ ქვეყანა გადაარჩინა. ეს ჩემი სიტყვები არ არის. მე ახსოვს ეს ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია, მან თქვა რომ ეს იყო ძალიან ძიმე პერიოდი, ამის ჩამოიშალა პარტია, რამ შეგვიძლია ამოვიღოთ და ვნახოთ პერიოდს სხვა დროს ვაჩვენოთ გადაცემაში, სადაც ხო სულზე მოუსწარითო ამბობს და ამაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, ხო? ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში ხდება სააკაშვილის დაჭერა, ციხეში ჩასმა, ესეც არ უნდა დავიწყოთ, 2021 წელია და ამის შემდეგ ის თელი კამპანია, ის თავისი კელი დეგნანებით იქნება თუ რაღაცა ევროპელი თუ ამერიკელი ელჩებით, რომელიც მაშინელ პრემიერს თხოვენ ქვეყნის ომში ჩართვას, ამას ხო ვერ უარყოფს ახლა ვერც ერთი ქართული ოცნების ლიდერშიპიდან, ხო? ეს იყო ფაქტი, არა ვერ ძნელი იქნება ამის უარყოფა და ამ ყველაფრის ეს ყველაფერი ირაკლი ღარიბაშვილმა როგორც თვითონ ეძახდნენ და ამბობდნენ და საუბრობდნენ, ყველაფერი გადაიტანა ისე რომ ქვეყანა გაიყვანა სამშვიდობოზე და შეინარჩუნა მშვიდობა და განვითარება და ასე შემდეგ, ხო? იქ ახალი კავშირები იქნა მოძებნილი ამ შემთხვევაში გულისხმობ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და მთელი რიგი დამსახურებები, რაც მას აქვს ქვეყნის წინაშე. რაზეც გაზდეს, ხო, რაზეც ამჟამინდელი პოლიტიკა. კი ბატონო და იცი რა არის, ისე თქვა მინდა რომ ეს მაშინაც ესე იყო, ხო? თუ ჩვენ საუბრობთ იმ პერიოდზე, რომ მაშინაც ესე იგი ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა ეს ბიზნესი და ასე შემდეგ, მაგრამ მაშინ ყველა ჩუმად იყო. რატომღაც ეხლა გახდა საჭირო იმაზე საუბარი, რომ ესე იგი ირაკლი ღარიბაშვილს როგორც ძალიან ბევრს დანარჩენს ქართულ ოცნებაში ჰქონდა თანამდებობაზე ყოფნის დროს ბიზნესი და აი ეს არის საინტერესო. უყურე ის PR კამპანია რაც დაიწყეს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ჩვენთვის ეგ იყო, ჩვენ კი რა ვერავინ, ხო ამას ეს ხო გამოჩნდა სოციალურ ქსელებშიც, მათ შორის და ქართული ოცნების მხარდამჭერებშიც, რომ ქართული საკუთარ ამორჩევლებს ქართულმა ოცნებამ ის PR კამპანია ვერ მიყიდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო მოღალატე, ან ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნაცი. ამით ცელობა მათ ჰქონდათ და რატო ჰქონდათ ამით ცელობა? ეს გასაგები მათ რო უკან დაიხიეს, ეს გასაგებია. მათ უკან დაიხიეს, იმიტომ რომ აი წარმოუდგენელი აღმოჩნდა ირაკლი ღარიბაშვილისთვის დაებრალებინათ და ეს საზოგადოებას დაეჯერებინა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ან ქვეყანას უღალატა, არ არის გახარია, ხო, ან ქვეყანას უღალატა, ან გუნდს უღალატა, ხო? იმიტომ რომ
ძალიან მარტივად თუ ღარიბაშვილმა გულს უღალატა ან ქვეყანას უღალატა თავის დროზე იმ 3 ურთულესი წლის განმავლობაში, ხო? თუ მას ვიღაცა ნაცებთან იყო გრიგორი ლუგაშვილი დაკავშირებული, ან ირაკლი ღარიბაშვილი იყო დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, ან ვახტანგ გომელაური იყო დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, 4 მაიდნიმსელობა, რომელიც მათი ხელმძღვანელობის დროს იქნა აცილებული, 4-დან რომელიმე ერთი გაამართლებდა და დღეს ქართული ოსტების მაგივრად იქნებოდა ეს პროდასავლური ფაშისტური ძალა და ძალები ნაციონალური მოძრაობის და მათი გაგრძელების საკითხ ხელისუფლებაში. პირდაპირ მთელი მათი ეს განვლილი 3 წელი არის მტკიცებულება იმისა, რომ ამ ხალხს არადაირი კავშირი არ ქონდა ნაციონალურ მოძრაობასთან, არც დასავლეთთან პირიქით, ხო? რაღაცა გაართლებულად იცავდნენ აი ამ ხალხისგან ქვეყანას, იმისგან რომ ომში არ ჩავერთულიყავით და იმისგან რომ ქვეყანაში არ მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება. ეს ფაქტები როცა გააქვს და ეს ხო ახსოვს მოსახლეობას კაცო და როგორ გინდა ეხლა შენ მეორე და ერთ წელიწადში გამოკვიდე და თქვა რომ უი ირაკლი ღარიბაშვილი კი არ იცავდა ქვეყანას გადატრიალებისგან. არა, პირიქით ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ თავს უწყობდა გადატრიალებას ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. აი ეს როგორ არ გამოვიდა? ხო, ეს სადეს რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ და არ მიიღო საზოგადოებამ. ეს ძალიან მაგარი ვერსია, ესე იგი ნაცები აწყობდნენ რევოლუციას და ამაში ხარს საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდათ. ამერიკა მაგათ ეხმარებოდა, Deep State მაგათ ეხმარებოდა და გაგახსენებოდა. მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, სუსი, ყველაფერი მაგათ ხელში იყო. ქუჩაში 100,000 კაცი გამოიყვანეს, მაგრამ აი არ მოხდა რევოლუცია. ძალიან საინტერესო მისაყიდია. ზებუნებრივი ძალების ის არის ალბათ. არ ვიცი, მართლა ეთყობა გადაგვარჩინა კობახიძის და ერთი რამ არის კიდე აი ერთი მინდოდა მერაბ, აი ერთი უბრალოდ მინდოდა ძალიან რომ ეს თემა არ გაგვიგრძელდეს, მინდა შემოვიყვანო, ცოტა ის შეჯამებისკენ წავიყვანოთ. აქ რაც მოხდა, როგორც მოხდა სამართლებრივი მხარე, პროპაგანდისტული მხარე, ეს არის ალბათ ერთგვარად უკვე გადაშლილი ფურცელი, რაღაც დასრულებული თავი, რაც ვნახეთ, მაგრამ რა დაგვრჩა ამ ყველაფრიდან. მე მაინც მგონია რომ ის რაც ეხა გააკეთა ქართულმა ოცნებამ და ოღონდ ამას არ ვამბობ მართლა არავიზე ნიშნის მოგებით, წმინდა მორალური თვალსაზრისით რაც ვნახეთ ჩვენ, ეს იყო დიდი ლუსტრაცია, აი მორალური ლუსტრაცია ბევრი ადამიანის იქ და გულისხმობ რას, რომ არ ვიცი როგორ შეიძლება ეს ახსნათ. აი მაგალითად საუბარი არის რომ ეს ამ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული და კი ბატონო ამას ადაოდ არავინ არ ხვდის, მაგრამ აი შენ მაგალითად მერაბ აი არ ყოლია დავიჯერო მეგობარი რომელმაც მართლა კრიმინალი რა აი ძალადობრივი დანაშაულიც კი ჩაიდინა ხო და ამის გამო შეიძლება დღესაც მართლა კრიმინალია და პასუხი აღგებდა ნუ არის ახლა ვის არ ყავს ან მეგობარია ნათესავია ხო მაგრამ ამის მიუხედავად ეს იმას კი არ ამართლებს სამართლებრივად მაგრამ ამის მიუხედავად ის ხო შენი მეგობარია ხო აი მე ვფიქრობ მეგობრობა ზუსტად არის ის სივრცე ასე ვთქვათ სადაც ადამიანის აი სოციალურ სტატუსის კრიმინალია დამნაშავეა პრემიერ-მინისტრია თუ ვინ არის მნიშვნელობა არა აქვს თუ არის მეგობარი ის არის შენი მეგობარი იმის მიუხედავად ის დამნაშავეა თუ არა აი ამდენ ადამიანში ქართულ ოცნებაში და მართლა კახა კუკავა ახსენე შენ და ზუსტად მაგას იძახდა რომ 200,000 კოცი იყო ვისაც ღარიბაშვილის ფოტო იყენაო აი ამდენ ადამიანში ერთი კაცი არ აღმოჩნდა ისეთი ვინც იტყოდა რომ მართალია ეს ადამიანი დამნაშავეა მართალია ეს აღიარებს დანაშაულს მაგრამ ამის მიუხედავად აი ირაკლი არის ჩემი მეგობარი და მივიდოდა სასამართლოზე მაინც მივიდოდა აი უბრალოდ ხმაც რო არ ამოეღო რა ჟესტი ხო იმას კი არ ვამბობ რომ გაამართლებდა და იმას იტყოდა რომ არა არ ვამართლებთ რაც მოვისმინეთ ბრალი უბრალოდ იტყოდა რომ არ ვიცი ხა თორემ საშუალება ეს ადამიანი არის მიუხედავად იმისა რომ დამნაშავე არის ჩემი მეგობარი მივიდოდა სასამართლოზე და ამ ფორმით გამოხატავდა ელემენტარულად თავის ადამიანურ დამოკიდებულებას მაინც ამით იმის ერთ საათში ეს ადამიანი გახდა აი კეთროვანივით მიუღებელი ყველა ჩვენ როგორ საზოგადოება აქ მაინც ჩვენ ვართ ის როგორ საზოგადოება რომ საერთოდ ყველა საზოგადოებაში ყველა რაციონალურ საზოგადოებაში ქცევითი მოდელი გადამდებია მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს როგორი საქციელი იქნებოდა იცი რომ სურო ხმა არ ამოეხო ბოლოს და ბოლოს იმას მაინც იტყოდა ამით რომ მე ამ კაცთან ერთად ბევრი ომი მოგებული მაქვს ამას გულისხმობ კაი ნაბრძოლი მაქვს როგორ ამ კაცთან ერთად ვიბრძოდი და განამართლა რა გააკეთა ასეთი ამორალური რაც არ გაიკეთებიათ ხან აი უბრალოდ თქვენ არ იცით ხალხო მე მინდა მართლა მოგმართოთ ყველას ეხა ზოგიერთი გამოდიხართ აქა სხვადასხვა ტელევიზიებში რაღაც ანალიტიკოსობ და ეხლა რაღაცა გვერდიდან უყურებთ ირაკლი ღარიბაშვილის რაღაც ამ პრიზმას და ეხლა რაღაცა ვითომეს მოღავდა რა გიჭირთ თქვენ არ იცით და არ იცოდით თქვენ დღემდე ეგრე არა ხართ დღემდე არ მეგობრობთ იმ დეპუტატებთან ან იმ თანამდებობის პირებთან ან აი ამას რასაც თქვენ ამბობთ ვიღაცას რაღაცას გონია წმინდავთ მაგრამ თქვენ თვითონ რას იცხობთ ზედიცით როდემდე უნდა იყოს კაი 100 წელი აცოცხლოს ღმერთმა ბიძინა ევანიშვილი
მაგრამ ვის გამოს თქვენ ამას ეხა აკეთებთ და ვის დასანახათაც თქვენ ამას აკეთებთ? რო გავა 50 წელი ის კაცი რო აღარ იქნება და საერთოდ იმ კაც თვითონ აქ ნათქვამი რომ სუმე ხო არ ვიქნებიო მობეზრდა ხალხს ჩემი სახელი ხვად რო ის კაცი გადადგეს და ხვარო კობახიძეც წავიდეს დინააძეც წავიდეს და ამის რეალობა რაც პოლიტიკურ რაღაცა თავისი ვადა ხო არსებობს არა მე რასაპირებთ ისევ დაждებით და იმას იტყვით ეს რასახი ამას ვერ ხვდები თქვენ ხართ ის ხალხი ვინც ხვალაც ჩვენზე ადრე შეხვალთ როცა მობრუნდეს ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში და ამ შემთხვევაში ამას ეს დანაშაული ვერ შეაფერხებს წლებით და იმით მობრუნდება და თქვენ იცი რომელი ხალხი ხართ რომელიც პირველები დაგვასწრებ ჩვენი ყოფნას ირაკლი ღარიბაშვილი და მეცაც გეტყვით ჩემზე თენგოზე და ცოტრენზე ეტყვით რომ მოიწერა მერაბა იცი რებს ლაპარაკობდაო აი ეს ხალხი ხართ დღეს ვინც თქვენ გამოდიხართ თქვენ როგორია ამით რამე ჩამოგეწმინდათ ამაზეა საუბარი ქცევითი მოდელი ხო უნდა ყოფილიყო ერთი კასპის თუ გორის უბრალოდ ჩვეულებრივ უბრალოდ სრულად უცნობია ეს კაცი ყველასთვის აი ეს კაცმა როგორ გაჯობათ იმ ხალხს ვინც მაკაცები და რა ვიცი ბიზნესებშიც იყავით მისი ხათრით მაპატიეთ მისი ტრაკით ღარიბაშვილის ტრაკით და იმიტომ რომ ნაცნობობდი და ვინიც ის რამდენი თხოვნა გაქვთ SMS-ებით გაგზავნეთ დარეკინო თქვენი ბიზნესები ყოფილიყო გინდ ბარში გინდ მოთაში გინდ დასავლეთში გინდ აღმოსავლეთში საქართველოს და დღეს როგორ არ გცხვენიათ მე ესე უნდა ვიცავდე თეკო უნდა იცავდეს ესე ცოტ რაღაცა ადამიანური კაცური ღირსების რომ თქვა რომ ბოლოს და ბოლოს სახში რომ მიდიხარ შენი შვილის არ შეგწხვება რომ ის რაც შენ შვილზეა თუნდაც გაკეტებული თუნდაც ერთი თხოვნით ის არ იყო დანაშაული რასაც თქვენ თხოვდით ღარიბაშვილს ან ნილუაშვილს ან თქვათ იგივე რა ქვია გომელაურს და სხვას კიდე არ იყო ეს დანაშაული დააბრუნეთ ყველაფერი მაშინ რაც ღარიბაშვილის დროს რაც მან ესე ჯიგრულად გაგიკეთათ ადამიანურად გაიკეთა თუნდაც ყველაზე მცირედი იყოს და ხელი გაგიმართათ ამის ერთი ადგილი გააქვთ ხო დააბრუნე მაშინ ყველაფერი მე მახსოვს ბევრი რამე რა თხოვნები ქონდა თქვენ რომ ივსულიყავი და გვეთქვა ეხა არის ხო ყველაფერში ესე იგი ამორალური რაღაცა ხო უნდა შეგვრჩეს რაღაცა რა მე არაფერი არ მალაპარაკებს აი ამ სტუდიაში გააღეთ კარები ვინც გინა ის შემოდით სუსი კი არა სულ ის ჩართოთ ეს თურქულის მესამსახურები ეხა ვისაც ახლობდა გინ ინგლისური გინ ამერიკული ვინც გინა ჩართეთ ვერაფერს ვერ ნახავ ჩვენ რომ ანგარება გვალაპარაკებს ამ საკითხზე მე მალაპარაკებს ის რომ ხვალზე ღირსეული ქცევითი მოდელი იყოს იმიტომ რომ როდემ რამდენი წელი უნდა იყოს რამდენი წელი უნდა ვიყოთ ასე ეს არის გაწირვა და ღალატზე რო ლაპარაკობთ და მორალზე რო ლაპარაკობთ ეხა თქვენ ღარიბაშვილის მორალზე დააბრუნეთ ყველაფერი მაშინ დაუბრუნეთ გამოდის საჯარო თქვით არ ავიღებ კაც ეს ვინ ყოფილა აღარ ავიღებ თავის დროზე შვილი მომიწყო თავის დროზე ხელი გამიმართა თავის დროზე ეს ბიზნესი მაქვს იქ სადღაც რაღაცა ხო ვიცით რომ იყო დაიჯერებთ რომ მე არ იყო დავიჯერებთ ეხა ღარიბაშვილს შეხედეთ აბა კითხეთ იმის მამის ნაჩუქარი ბიზნესი გაგზელებული და მამის ნაჩუქარში რამდენი საჩუქარი თქვენ გაქვთ მიღებული არ არის აუცილებელი მატერიალური სახით რაღაცა ხო მილიონ თანამდებობაზე იყო ეს კაცი ნუ თუ არაფერში არ დაგიხმარათ ისეთში რასი თვლით რომ არ მივიღებ ამ კაცისგან ამორალური ეს ვინ ყოფილა დააბრუნეთ მაშინ დაუბრუნეთ ყველაფერი ოღონ გამოდი და პირდაპირ ეთერში თქვით ეგეც რო არ მინდა იმიტომ რომ ეს არის ესე იყო ვინც არ აიღო ღირსების ორდენი მიხეილ სააკაშვილის დროს რატო არ აიღო ნოდარ-გალობიშოვა ღირსების ორდენი თუ არ მინდა შენი მოცემული ღირსების ორდერი მაშინ გააკეთეთ ეგეც და აქ გამოდიხართ ნუყვები დააბრუნეთ ყველაფერი რაც ღარიბაშვილის გინდ პრემიერობის დროს გინდ მინისტრობის დროს ერთი კაცი როგორ არ აღმოჩნდით თქვენ მართლა კაცი როგორ არ აღმოჩნდით თქვენ არ აკაცებო თქვენ ამართლა მე კი არ ვიცადე საერთოდ ერთი წამი არ მაქვს ერთი თეთრი არ აქვს გაგებული და აი ამ სტუდიაში შემოდით ეხა და თუ რამე კვარც ნახავთ მისგან ან იმ დროინდელია რომელიმე ქართული ოცნების დროინდელი რამ რითიც ვართ არ გცხოვენიათ ამას რომ ლაპარაკობთ დააბრუნონ კი არა ვერა რა უნდა დააბრუნონ და რა ბოდიში მოიხადონ და რა სინდისმა უნდა შეაწუხონ მთელი ქართული ოცნების აი ეს პროპაგანდა იყო ემოჯი რო აქვს იმას Facebook-ს გაკვირვებული ემოჯი რომ დედა მთავრობის წევრს ბიზნესი ქონია პირველად გაიგეს ქართულ ჩვენთან იყო ხალი მაპატიეთ გამოვჭა ბოდიში ნუ კი არველაძე ყველაფერს თავიდანებთ ქალმა ქალს გოგოს აქ და როგორ მიგიტებ არ გცხვენიათ ეს ვიდეოები ჩვენთან არის და ჩვენთან სტუდიაში იყო და საზოგადო სხვადასხვა არ ხალი ამბობს სიმართლეს
იგივე რატომ მოვიყვანეთ? ჩვენ შეიძლება პოლიტიკური გემოვნება არავის არ მოგწონს, საერთოდ არავის არ მოგწონს და არც საყვანის სტილი არ მომწონს. შეიძლება მე ან თენგოს მისიან ცოტა, მაგრამ ეხლა ხო ჩვენ მსჯელობთ უბრალოდ, მაპატიეთ ემოციებისთვის. თუ ესეთი უარგისი კაცი იყო ეს კაცი, თუ ესეთი მოღალატე იყო, რაც მის დროს თქვენ შეწუხებული ხავთ, რა დახმარებას მას გაწეული აქვს თქვენზე, გამოდით, საჯაროდ დაგმეთ და დააბრუნეთ. დააბრუნეთ თქვენი შვილები უკან, სადაც სწავლობდნენ და არ მოგწონდათ, დააბრუნეთ ის მაშინ ის ყველაფერი, რაც კი გაგიკეთათ და რასაც თქვენ ახლა მადლობა უფალსა, მადლობა მას, რომ უმადურობაა ჩვენი ყველაზე დიდი მტერი. უმადური კაცებიც ყოფილხართ თქვენ და ქალებიც. უმადურები რომ აემასწრებით, თორე რამდენი წელი უნდა იყოს, კაცო, ბიძინა ივანიშვილი საერთოდ პოლიტიკაში რომ თქვენ ახლა იმის მოსაწონად ამას ამბობთ. თორე ჩემ მოსაწონად ამას ხო არ აკეთებთ. მოსწონს იმას თუ არა ესეც საკითხავია ჯერ ესეთ და ზოგადად ეგეთი ქცევა არავის არ მოსწონს. მე მგონია რომ ნორმალურ ადამიანს არ შეიძლება რომ ეგეთი ქცევა მოსწონს. არის თუ არ მოწონს პარტია რომ იგი კიდევ. არა, უყურე როგორ არის თანგო მან ერთი რაღაც არის მნიშვნელოვანი აქ ეხა ისეთ ხალხზე ვსაუბრობთ ეხა ამ შემთხვევაში, ხო? ყველაზე არ ვსაუბრობთ კონკრეტულ სეგმენტზე ვსაუბრობთ, ვისაც ქონდა ეს ურთიერთობა, ეხა ურთიერთობა თუ არა ღარიბაშვილთან არ ქონდა, გასაგებია მისი პოზიცია და კი ბატონო მესმის. მაგრამ აი ვისაც ურთიერთობა ქონდა და ძმას ეცახდა მეგობარს ეცახდა დასჭერდი, ხო? და ესე უცებ რომ გაყიდა ეს ადამიანი, ხო? აი ბიძინა ივანიშვილი ხო ფიქრობს დაუშვა, აი იმის მოსაწონად აკეთებენ გასაგებია. მაგრამ ის ადამიანი ხო უყურებს, ხო ამაზე ბევრად ჭკვიანი ადამიანია, ძალიან ეხლა ამაზე არ ვიდავებ და თანხმდებით, ხო? ის ადამიანი რომ უყურებს, ხო ხდება რომ რამე რო იყოს სხვა, აი რამე რო მოხდეს და აი ოდნავ მაინც გაჩნდეს შანსი იმის რომ აი ბიძინა ივანიშვილი წინააღმდეგ რაღაცა მან გადატრიალება ხდებოდეს ქვეყანაში, ან რაღაცა მართლა აი ნაციონალურმა მოძრაობამ აი ბეჭვის ხიძზე იყოს, ხო იცის ბიძინა ივანიშვილი გუშინ ვინც ირაკლი ღარიბაშვილი ესე გაყიდა, ხო მამლის ყივამდე ის ხვალ ბიძინა ივანიშვილსაც გაყიდის, რა პრობლემაა მისთვის, ხო? ცოტნე მე სიმართლე მალაპარაკებს. შენ თქვი რომ აი მეგობრები ხო, ცოტნე მე მაქვს ნანახი, როცა ობიექტივზე ვიყავი მაშინ და გახსოვთ რა პერიოდი იყო, ხო ღარიბა რომ ჯერ ყველაფერს თავი დავამოდი, ხალხო, იცით ცნობილი ვიდეო ღარიბას, სადაც მაშინ ჯერ კიდე 2012 წელია რო აგინებდა ერთს მაშინ იცით და ხელში აიყვანეს. მაშინ ახლა ბევრს გული მოეფხანა, მაგრამ ის ხალხი და მეტიც მე მახსოვს, მე ტელევიზიაში ვიჯექი, როცა ჯერ არ იყო თლა დალაგებული ყველაფერი, მე როგორ მოიგებდა ღარიბა რომ პირველად პრემიერი გახდა, მე მახსოვს, რამდენი მე მაქვს ნანახი, წერილებით მესეჯები როგორ გაუგზავნეს. ირაკლი გილოცავ ღარიბ და მე ხო ამას გარდა რაც ნახე ხო ვიცით რომ ეს ესე იყო ხო ვიცით ახლა ღარიბაშვილი ვერ გამოვა არ არის ამათნაირი უმსგავსო კაცი რომ იმ სასამართლოს მისულიყო და ეთქო რომ ერთი ძალიან თქოთ ბოლოს სიტყვაში ვიტყვი რომ და ჩამოთვალოს ხალხო რამ გაგაგიჟათ გესმის მე მაქვს ნანახი რას აკეთებდნენ როგორ აკეთებდნენ როგორ თხოვდნენ და ბოლოს და ბოლოს გადავხედოთ ჩვენ ბიოგრაფიებს მარტივია ნებისმიერი ჟურნალისტური გამოძიება აი ვისაც დასა ტელევიზიებს მინდა უთხრა ამ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ გააკეთებს ეხა მორალი ამორალური არა ხო ხედავ როგორ ხდება გააკეთონ ვისაც აქვს შესაძლებლობა აი მაგ პერიოდში ვინ იყო წარმატებული მე და შენზე კი არ გამოვა ანთენგოზე და ნახონ ვინ სად მუშაობდა 2012 წლიდან და ვისი დამსახურებაა და დღეს ნახე რას აკეთებენ მე რო არ მქონდეს ნანახი ჩვენ სიმართლე გვალაპარაკებს მაპატიეთ ემოციებისთვის მაგრამ მარტო პირადი მე რამდენი არ ვიცი იგივე ტელევიზია თუ მედია ჯგუფი თუ პოლიტიკური ჯგუფი შეგვიძლია გავიხსენოთ რომლებსაც აი ძალიან დიდი რა ვთქვა აი ხელშეწყობა ჰქონდათ მარტივად აი ძალიან სიღრმეებში რა შევედეთ მაგრამ დღეს გამოდი იმ დროს ირაკლის დროს დღეს გამოდიან და პირველები ისინი იძახიან რომ რატო არ ჩავს ციხეში და გირაურაუბედურება იყო ანუ არის ეგ მომენტი არის მართლაც არის და თუ კი რამე პრეტენზია არსებობდა სხვათა შორის აი ჩვენ მხარეს ხო აქეთა მხრიდან და ეს საზოგადოების განწყობებშიც იგრძნობოდა აქ მართლა სამართლებრივ ნაწილზე კიდე იმდენი შეკითხვები არ იყო და სამართლებრივ ნაწილში ხა რა უნდა ვისაუბროთ ადამიანმა თვითონ აღიარა არ ჩვენ არ საუბრობთ არავის ხო და მithumetes საშინელებაა კი მაგრამ აი შეკითხვები და პრეტენზიები ამ შემთხვევაში ეხებოდა სწორედ აი ამ მორალურ მხარეს იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ამითი ქართულმა ოცნებამ კიდევ ვერ მიხვდა იქ ვერ ხვდებია რამხელა არ ვიცი რამდენად დაარტყავს ქართულ ოცნებას ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში და რამხელა პანდორას ყუთი გახსნეს რისი უკან დაბრუნებაც უკვე შეუძლებელია მოხდა ყველაფრის ლუსტრაცია აი ფარდა ჩამოეხადა დავინახეთ ყველა მცხადი თვალით ვინ არის ადამიანი და ვინ ნუ კიდევ ერთხელ ვამო მე არავის მორალური პოლიცია არ ვარ მაგრამ
რა ჩვენ ნახეთ რომ ერთი კაცი არ გამოჩნდა ვინც ამ ადამიანს მეგობარს დაუძახებდა გვერდში დაუდგებოდა თუნდაც დამნაშავე ირაკლი ღარიბაშვილის მეგობრად დარჩებოდა ესეთი ადამიანი ქართულ ოცნებაში ფაქტიურად არ აღმოჩნდა არა ხო არავისგან ხო არ ვითხოვთ ჩვენ რო თქვას რომ არც არაფერს არ ვთქვით რაც უნდათ ისე ვაპარაკოთ უბრალოდ უდანაშაულო არავინ არ იძახის აქ არის საუბარი იმაზე რომ ჯერ სანამ და საერთოდ ბრალი წარდგენა იყო ჯერ იქამდე ჩაქოლეთ გადაჰუარეთ მოღალატეთ გამოაცხადეთ და მე რაც აღმოჩნდა ანუ მან ხო შეიძლებოდა გეთქვათ რომ კი შეიძლება დანაშავეა კანონი ყველას თანაბარი უნდა იყოს ყველასთვის არ არის მაგრამ უნდა იყოს დაუშვათ და უბრალოდ ეს კაცი არის ღირსეული ქართველი კაცი კი შეცდომა აი ეს ხო შეიძლებოდა ეთქვა რომელიმეს მათგანს რომ ღირსეული ქართველი კაცია რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის დანაშავეა დაისაჯოს უბრალოდ მოღალატეს და რაღაცა გამყიდველს და მორალურ დანაშაულს უნდა უძახებთ ხო ამას აი ეს იყო სათქმელი მეტი სხვა არაფერი საშინელება იყო ქართული ოცნების გაოგნებული სახე ქართული ოცნების წევრების რომ ეს რა ვნახეთ თურმე თავრობის წევრს ბიზნესი ქონია ხალხო არ იცოდით ქართულმა ოცნებამ ამის შესაძლებელი ღარიბაშვილზე გაიგეთ 2025 ვიღაცა პოლიტიკური ჯგუფები გახსენდებათ ისე ეხა დავფეთ ეგ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებით ხალხი ძალიან არის ვიღაცების დაჭერაზე ეს ორიენტირებული რა ანუ მთელი თავიანთი რაღაცა ბოლო პერიოდი არის რომ რაღაცა ისე თავის საქმიანობა მიძღვნილი აქვს იმას რომ ვიღაცები გამოდიან და ითხოვენ რომ ვიღაცები უნდა ისდეთ ციხეში და მგონი რაღაცა საპროკურორო დევზადები. კი ბატონო, სხვაჭორი შეგვიძლია ეს თემა შეჯამების. დასასრულს კი უბრალოდ ვიდეო გვაქვს ჩვენ. კი ბატონო. გაუშვათ და შემდეგ უნდა გადავიდეთ სხვა თემაზე. გაუშვათ ერთი ვიდეო. თხოვო ირაკლის რას გეტყვი? პირველ რიგში მე მინდა ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებს ჩვენს ძალიან მაგარ ხალხს მადლობა გადაუხადო. გულწრფელი მადლობა, იმიტომ რომ 12 წლის მმართველობის შემდეგ ამ ხელოვნების დადასტურება და გამოცხადება არის ძალიან დიდი პატივი ჩვენთვის, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, და მე კიდევ ერთხელ მინდა ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო. მართლაც არ არის შემთხვევითი, რომ აი გავიმეორებ 12 წლის შემდეგ მეოთხე მანდატი ღირსეულად მოვიპოვეთ, ეს იყო ღირსეული გამარჯვება ჩვენი გუნდის, ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინას წინამძღოლობით. და ჩვენ მე ამას ვიტყოდი კიდევ რომ ეს იყო მართლაც შეიძლება ითქვას უთანასწორო ბრძოლაც ბევრი უსამართლო ბრძოლას ძალიან ტყუილი სიცრუე უბედურება რაც მომდინარეობდა არაერთი მხრიდან მაგრამ კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს ხალხს მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს გაუმარჯოს ქართულ ოცნებას და გაუმარჯოს საქართველოს მადლობა ირა მოკლედ მადლობა ირა ამთავრებს ასე კახიკალაძე ამ ვიდეოში ეს არის ვიდეო ზუსტად 1 წლის უკან გადაღებული 26 ოქტომბერია, ანუ საპარლამენტო არჩევნებში, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი არის პარტიის თავმჯდომარე. კახიკალაძე არის ამ ვიდეოში, შალვა პაპუაშვილი ამჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე და მამუკა მდინარაძე, რომელიც არის ასევე დღეს არის სუსის უფროსი. 1 წლის უკანდელია. კახი ეუბნება მადლობა ირა. აი ესე, ძალიან უშუალოდ. დღესაც კი როგორც მაშინ იმ ვიდეოში იცოდნენ ვინ რა როგორ ცხოვრობდა თუ იმეს რამე შემოსავალი ქონა როგორი ქონდა ვის გადაცდომა ქონა ვის არ ქონა გადაცდომა მაგრამ აი ეს მადლობა ირა ხო ესე ძალიან უშუალო საინტერესოა უბრალოდ მინიმუმ ამას დღეს ხო ისეთი არაფერი არ ვთქვა მზღარიბაშვილს რომ მართლა ჯვარზე გაგვეკრა და გვეთქვა რომ აი თუ ვინმე უცოდველია მაშინ პირველი იმან მესროლოს ქვა აი თავისუფლად შეუძლია ღარიბაშვილს ეს თქვას უბრალოდ ამას ჩვენ რაღაცა ბევრი სხვანაირად მოაბავს ასე არ არის მხოლოდ ალეგორია და ბიბლიური რაღაც მართლა ასია აი თუ მადლობა ირა 1 წელი გავიდა იმ ყველაფრის მერე და ამ კაც თურმე ეს 2016 წლიდან აქვს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შემოაბრუნა უკან ისევ და ცოტნე სწორი თქვა რაც თქვა რის გამოც და რამდენი რამე გავიარეთ აი მადლობა ირასთან ერთად და ნუ ეხლა მინიმუმ მადლობა არ მაგრამ ეთქვა რომ ირა აუ მაგრამ წინს ეგეთი რამე რომ მოხდა მაგრამ აქავარ აი უბრალოდ ადამიანად აქავარ აი ეს იქნებოდა ძალიან კარგი და ჩვენ უნდა გადავიდეთ უკვე შემდეგ თემაზე თუ შეიძლება შევცვალოთ headline-იც მე მინდა ჩვენ პროდიუსერს და ასევე ტექნიკურ რეჟისორს თხოვო შევცვალოთ headline-ი მეორე გახმაურებული კი ბატონო ჩვენ გადავდივართ მეორე გახმაურებულ საკითხზე საკითხი ეხება ლევან ჯანგველაძის მკვლელობას და ჩვენი დღევანდელი headline-ი ამის headline-ი გახლავთ ასეთი მოსამართლის უპრეცედენტო განაჩენი. რატო გამოგვაქვს ეს headline?
მოსამართლეს უპრეცედენტო განაჩენი. მე მინდა დავსვა კითხვა, თენგო, შენ თუ გახსოვს ან და საზოგადოებასთან რომელიმე ჩვენს უახლოეს წარსულში თუ გვახსოვს ისეთი განაჩენი, როგორც გამოიტანეს ბატონი გელა უძილაურის თავზე. ესე იგი, რაც ეს ამბავი მოხდა, საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მოკლე ექსკურსს გავაკეთებ. რაც ეს ამბავი მოხდა თუ არ ვცდები, მე მგონი მარტში, ხო, ეს მკვლელობა? 14 მარტს. 14 მარტს, განსაკუთრებით რაც გელა უძილაური დააკავეს, 17 მარტს 17 მარტიდან მთელი ბრალდება სახელმწიფო სამსახური. მათ შორის, რა თქმა უნდა, ოჯახის ადვოკატები, იმ ოჯახის ადვოკატი. მედია, პრესა და ვიცით, განსაკუთრებით როგორ პრესა აქტიურობდა, მიდიოდა საუბარი, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, დასახელებული იქნა და დარღვეული იყო უდანაშაულობის პრეზუმპცია, დასახელებული იქნა პირები, მათ შორის ბატონი ოთარ ფარცხალაძე, ბატონი გიორგი და დავით მიქაძეები, ბატონი გიორგი ჯოხაძე და სხვა დანარჩენები, რომლებზეც პირდაპირ მიდიოდა ყოველგვარი უდანაშაულობის პრეზუმპცია, აი ყველაფერზე ხაზი გადასხმა პირდაპირ მიდიოდა ის, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, დაკავებული იყო გასი გელა უძილაური მანამდე მის სასამართლო პროცესამდე 13 ოქტომბრამდე მთელი 9 თვის განმავლობაში დაახლოებით ინარჩუნებდა დუმას და ის ამბობდა, რომ მე მხოლოდ სიმართლეს ვითხვი ჩემს სასამართლო პროცესზე. 13 ოქტომბერს გელა უძილაურმა აღიარა თავისი დანაშაული. მან მოყვა ყველაფერი დაწყებული პირველი მოტივიდან, რა მდგომარეობამდე იყო ის მისული, რამოდენიმეჯერ თქვა, რომ ის გაასაზღვრეს იმის და ამის გამო და მან ფაქტიურად 13 ოქტომბერს საკმაოდ ემოციური, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ, ანუ ადამიანი რომელმაც იცის, რაზე წავიდა და რა გააკეთა, შემდეგ აღიარებს, ხო, კიდევ ზუსტად იცის, რომ ეს კაცი მიდის ყველაფერს თავიდან არებს უვადო პატიმრობაზე. აღიარა, რომ ეს იყო მისი პირადი მოტივით მოკლული. 13 ოქტომბრის შემდეგ 24 ოქტომბერს დანიშნულ იქნა უკვე ფაქტიურად საბოლოო სასამართლო, სადაც მისი ადვოკატის, მისი უფლებადამცვის სიტყვა იყო. 13 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრამდე გელა უძილაურმა იმ წარმოვიდგინოთ ისე და ეს არ არის ტყუილი, იმიტომ რომ ამას არაერთი ხოთაშორის ჟურნალისტიც, მათ შორის ქალბატონი ელისო კილაძე, სხვადასხვა ადვოკატები ამ საქმეში სხვა პირები, რომლებიც არიან დაკავებულები სრულად უდანაშაულოდ, რომელზეც მტკიცებულება მათი ადვოკატების და ყველა ამაზე საუბრობს, რომ 13 ოქტომბრის მერე რაც გელა უძილაურმა აღიარა ეს საშინელი დანაშაული და მან ყველაფერი თქვა თუ რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული 24 ოქტომბრამდე ვიდრე მისი ადვოკატის სიტყვა იქნებოდა საბოლოო გაიარა 11 დღე საპატიმროში 11 დღე და თქვენ წარმოიდგინეთ ეს 11 დღე როგორი იქნებოდა ვიცით რომ გელა უძილაურს დაკეტილი აქვს ყველაფერი საერთოდ ნებისმიერ პაემაზე არ ალაპარაკი შეხვედრა ზარი ის მხოლოდ თუ მოხდებოდა ისიც დარწმუნებული ვარ ალბათ ეხნებოდა შეფერხება მის ადვოკატებთან თქვენ წარმოიდგინეთ მთელი სახელმწიფო რომელიც მუშაობდა რომელსაც პროკურორს როგორი რეაქციაც ჰქონდა მაშინ პირველ ჩვენებას რომელიც აღიარა რომ ეს არა და წარმოიდგინეთ ვინ იცის მე არ ვამბობ რომ დაზუსტებით ვინ იცის რა გაიარა რა ზეწოლები გაიარა რომ მას შეეცვალა ეს აღიარება და დაესახელებინა სრულიად უდანაშაულო ხალხი რომლებიც არიან დაკავებული მაგალითად ამჟამად გიორგი მიქაძე სხვა დანარჩენი პირები ვიცით რომ გიორგი და დათო მიქაძეებზე და გიორგი ჯოხაძეზე ასევე როგორ არის ეს ბრალი ხო სრულიად უდანაშაულო ხალხზე მიდიოდა მთელი 11 დღე მიდიოდა ამ ადამიანს დაახლოებით 264 საათი წარმოგიდგენიათ როგორ მიწასთან გაასწორებდნენ იმუშავებდნენ რომ ზეწოლა მოეხდინათ რომ შეეცვალა მიუხედავად ამისა 24 ოქტომბერს გელა უძილაური თავისი დაცვის სიტყვაში ბოლო სიტყვაში ისმენს რეპლიკას პროკურორის ჩვენ არ ვიცით დეტალები როგორ მოხდა მაგრამ ვიცით რომ სასამართლო პროცესში უხდებოდა სხვათა შორის ჩვენ ვაკვირდებოდით მაშინ სასამართლო მედია ესწრებოდა რა თქმა უნდა ესწრებოდა ისევ ქალბატონ ელისო კილაძე რომლისგანაც ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებდით პირდაპირ ინფორმაციას იმიტომ სანამ პრესა დაბეჭდა თუმცა იდენტური იყო რეპლიკის სახით ჩაერთო პროკურორი
და ეუბნება უძილაურს რომ შენ გწირავენ ანუ კიდევ ერთხელ ახდენს ზეწოლას რომ მას შეცვალოს ზეწოლა აი ამ ყველაფრის მერე და მიუხედავად ამისა გელა უძილაური დგება ისევ იმ პროცესზე და უკვე კონკრეტულად ხაზგასმით მიმართავს პროკურორს მე მინდა გაუშვათ ეს ვიდეო და შემდეგ დავბრუნდეთ პირდაპირ ეთერში თქვენი ვერსიებია საქმის მტკიცებულებებით ვიდეო მტკიცებულებები არის თქვენი მოსაზრებები ბატონო პროკურორო თქვენ გონიათ იმდენი არ ვიცოდი როდესაც შეკვეთილ მკვლელობაზე მივდიოდი პირბადე მაინც გამეკეთებინა ან ვაზის უბანში არ ავსულიყავი წასასვლელი მაინც ხომ უნდა მქონოდა წინასწარ რომ დამეგეგმა მკვლელობა ვერესხეობაზე რომ აპელირებ თითქოს ვაკეში გადასასვლელად მაგზით ვისარგებლეთ ყუილია მე შევიარე ბაგებში სადაც იმ გოგოს უნდა შევხვედროდი რომელიც სასაცილო და სარგეყოთ არც საკონტროლო გასროლა არ მომიხდენია მე ყუილია ეს შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო კადრები კარგად სამი გასროლის მერეს არ ეცემა პროკურორმა თქვა რომ ყინწვისის მონასტერში წავედი თითქოს დანაშაულის იარაღის მოსაშორებლად სიცრუეა ალალობის მომენტში ვიყავი აღელვებული ბატონო მოსამართლე და ამის შესაბამისი მიზეზიც მქონდა აღარ მინდა იმ ყველაფრის გახსენება ადამიანს რომ გასკოჩავ ჩააგდებ საბარგულში და ღირსებას შეულახავ სხვა რა რეაქცია უნდა მქონოდა მისი დანახვისას ბატონო მოსამართლე ლევანი ისიც როგორი სახით მიყურებდა ხელი რომ მოვკიდე ზურგზე თითქოს ჩემი შეჭმა უნდოდა ლევანი იარაღის ამოღებას აპირებდა და კარგად ნახეთ კადრები წამის მიათეთში დავასწრე აი თუ რატომ გამოვიტანდეს ეს ლაინ აი რატომ არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება კაცმა კიდევ ერთხელ ვამბობ აღიარა ეს საშინელი დანაშაული თქვა მოტივი ყველაფერზე ისაუბრა განმეორებით იმ 11 დღის მერე ისევ ისაუბრა და ისევ თქვა და ისევ პროკურორს მიმართა მას ახსოვდა ყველაფერი მას ჰქონდა ზუსტად ის ინფორმაცია ეთქვა მისი ადვოკატისგან რაც მას ჭირდებოდა იმიტომ რომ და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა რომ არაფერ შუაშია ის ხალხი სხვანაირად როგორ არის თენგო აი მითხარი ხო იურისტი ხარ ხო რაღაცა ანუ მედიაში ყველგან უკვე შექმნილი ხო იყო ეს პროპაგანდა სხვანაირად როგორ ხდება მითხარი მე ვიცი რომ ხალხი ბრალდება როცა იბძვის ანუ ამტკიცებს თავის დანაშაულს და ბრალდებას ნუ იქ რო შეიძლება ვიღაც არ აღებს ხო მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ ხდება რა ქვეყანაში ვცხოვრობ ჩვენ არის თუ არა ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება არის ეს ჩემი აზრითაც არის მართლაც ძალიან იშვიათი იურიდიული შემთხვევა როდესაც განაჩენში ჩაიწერა გარემოებები რომლებიც არ არის გამოკვლეული ძალიან იშვიათი კი არა ეს არის უპრეცედენტო უბრალოდ აი სანამ მე ჩემო საზრებას ვიტყვი ალბათ საინტერესო იქნება მე არა ვარ სისხლის სამართლის ადვოკატი შენ გიტყვი რომ იურისტი ხარ რომ არა სისხლის სამართლის ადვოკატობა ეს ცალკე სპეციფიკა არის რა თქმა უნდა შეიძლება ზოგადი ცოდნა გქონდეს მაგრამ ადამიანები რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ ისინი ბევრად უკეთ არიან რა თქმა უნდა როგორც პრაქტიკაში ისე თეორიაში ჩახედულები აი უბრალოდ ადვოკატის კომენტარი მინდა გავუშვათ და მოვისმინოთ და შემდეგ გავხსნათ რას გულისხმობს ამაში კალბატონი არ ვიცი ამას რა შეიძლება უწოდოთ ამდენი წლიანი პრაქტიკის განმავლობაში მე ესეთი განაჩენი არ მინახავს რომ მოსამართლემ დააყენოს შეკვეთით ჩადენილ მკვლელობაზე განაჩენი და ამავე დროს თქვას რომ შეკვეთასთან მიმართებაში მიმდინარეობს გამოძიება ანუ საკუთარ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება რატო არის ეს კომენტარი საინტერესო განაჩენი თავისი არსით მე რა არის როგორი სახის დოკუმენტი განაჩენი დგება სასამართლოზე, ადგენს მას მოსამართლე და იქ იწერება, აი შემდეგ ფორმულირებებით იწერება განაჩენში არ შეიძლება ჩაიწეროს ის რაც არ არის გამოკვლეული და დამტკიცებული. აი ეს არის განაჩენის არსებობის არსი საერთოდ. იწერება აი ასეთი ფორმით, რომ აი სასამართლომ გამოაქვეყნა პირობითად ესა და ეს რაღაც X მტკიცებულება შეისავლა, გამოიკვლია და აქედან გამომდინარე მიიღო აი ესა და ეს დასკვნა. შემდეგ იწერება რომ აი მეორე გამოაქვეყნა ეს მტკიცებულება შეისავლა, ამაზე გაამახვილა ყურადღება, გამოიტანა ესა და ეს დასკვნა. განაჩენი თავისი არსით არის ზუსტად აი ამ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნების ერთობლიობა, რაზეც მე უკვე მოსამართლე წერს, რომ აი ვინაიდან გვაქვს ეს დასკვნა, აქედან გამომდინარე ეს პირი არის ამ და ამ კონკრეტულ ქმედებაში დამნაშავე, ამაში არის უდანაშაულო. აი ეს არის განაჩენის არსი ზოგადად. ამ შემთხვევაში უძილაური საქმე არის ამ ხრივ გამონაკლისი, რომ მოსამართლე წერს განაჩენში, რომ ამ ადამიანმა მკვლელობა ჩაიდინა, თავადვე აღიარებს, კი ბატონო, ამაზე არა გვაქვს პრეტენზია, მაგრამ მან ჩაიდინა შეკვეთით მკვლელობა, ანუ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა ჩაიდინა. ოღონდ აი ეს შეკვეთით არის თუ არა ჩადენილი, ეს მკვლელობა ჯერ გამოსაძიებელია, მაგრამ წერთ ამას უკვე წინასწარ წერთ განაჩენში. აი ასეთი რამ
და სწორია სრულად ვეთანხმები რა თქმა უნდა კალბატონი იყო ადვოკატი კალბატონი მაია რომელმაც თქვა რომ მე ამდენი წლის პრაქტიკაში ასეთი რამ არ მინახავს და ნუ გასაგებია ის სისხლის ადვოკატია და 10 ჯერ და 100 ჯერ ჩემზე მეტი პრაქტიკა აქვს და ჩემთვის გასაგებია ეს ადამიანი რატომ აი თუნდაც ესე ცოტა ემოციურად და გაკვირვებულადაც ამ ყველაფერზე ამბობს რადგან ეს მართლა უპრეცედენტო მოვლენაა რომ სასამართლო განაჩენში წერს შეუმოწმებელ გადაუმოწმებელ გამოუკლებელ ფაქტებს კი ბატონო აქ არის ერთი რამ კიდე მე გამომჩა უბრალოდ აი რეპლიკის სახით დავამატოთ ამდენი ხანი მიდის 9 თვე მიდის ძიება და ვიცით რა ხდება მედია პროპაგანდა პროპაგანდაა ვიცით როგორ ხდება ოჯახის ადვოკატების მხრიდან ვიცით როგორ ხდება ბრალდების მხრიდან ყველაფერი ვიცით თვითონ საქმე არის მართლა მძიმე ხო აქეთ არის მეორე მხარე რომლებსაც რა თქმა უნდა აინტერესებს სინამდვილეში ეს მოტივი კი არ მოტივი მაგრამ გაიგონე ხა ესა ჩვენ ვიცით კარგად სათუ ცხოვრობთ ხო და რას ნიშნავს საქართველოს ქართულ ისტორიაში და ქართულ რეალობაში კანონიერი ძმის კვლელობა ხო კაცი აღიარებს ხო ისიც ვიცით ანუ ყველაფერი ერთად როგორი რთული საქმეა როგორ მიდის ყველა მტკიცებულებებზე რო კითხო და მოსამართლეს 15 წუთში გამოვა განაჩენი როცა მოლოდინი იყო რომ საერთოდ შეეძლო მოსამართლეს ეთქვა ჩვენ მაშინ იურისტებთან ერთად ვიყავით აქ მაშინ გადაცემაში ვამზადებდით ხო როცა იურისტებმა მითხრეს და ჩვენი მეგობრები არიან ასე სისხლის სამართლის იურისტები რომელმაც თქვეს რომ გონიათ შეიძლება აქო ექსკლუზივი აქო მოსამართლესო დღეს კი არა საერთოდ 2 დღე უნდადეს განჩებს გამოცხადებასო ეგრეც ნუმეროლოგი ხა 15 წუთში გამოიტანა ასეთ საქმეზე გადაწყვეტილება ეს დეტალებზე მე კიდე არ გამიმახვილებია რა თქმა უნდა ყურადღება თორე ეგეც რა თქმა უნდა ის რომ მოსამართლეს რომელმაც 24 ოქტომბერს მოისმინა დაცვის სიტყვა ესე გაანალიზებისთვისაც კი არ დახარჯა დრო გავიდა სათათბიროდ 15 წუთში განაჩენი გამოიტანა ესე იგი არ ვიცი რა შეამოწმა 15 წუთში აი რა შეამოწმა დაცვის სიტყვა რისი დრომისა თავის თავს ხო მოსამართლე ხარ ხო როგორ გადაწყვეტილება ერთადერთი ამ შემთხვევაში ერთადერთი ახსნა რატომაც შეიძლებოდა რომ ეს განაჩენი დამდგარიყო ანუ ფაქტების გადაუმოწმებლად ჩაწერილიყო ეს ყველაფერი განაჩენში არის ერთადერთი ახსნა აქ ამას რომ ამ ადამიანს უნდა მიჯდოდა უვადო პატიმრობა და უვადოს მიჯდა იქნებოდა ერთადერთი შესაძლებელი იმ შემთხვევაში თუ მას დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა დაუმტკიცდებოდა მართალია საქმეში და თვითონ მოსამართლე ეძახის რომ აი ეს დამამძიმებელი გარემოებები გამოსაძიებელია და არა გამოძიებული, მაგრამ ამ ადამიანს რომ უვადო კონდეს უეჭველი ციხე, ამიტომ ამ მუხლით მოხდა, ასე ვთქვათ, ბრალის პირდაპირ განაჩენში გადატანა და ჩემი აზრითაც ეს არის მართლაც უპრეცედენტო იურიდიული თვალსაზრისით, აი მართლაც ძალიან იშვიათი პრეცედენტი, რასაც დარწმუნებული ვარ, უკვე მომავალში ძიება, რა თქმა უნდა, გრძელდება კონკრეტულად ჩეკვეთის ნაწილზე და წინ არის ეს პროცესები იქ მე ღრმად ვარ დარწმუნებული ძალიან კვალიფიციური იურისტები იცავენ ბრალდებულებს და მათ ამ საკითხზე ეკნებათ განსაკუთრებით პედალირება და ეს იქნება სწორი. სხვა შორის შევეხეთ ჩვენ ადვოკატების საკითხსაც რაღაცას სანამ გადავალთ ადვოკატებზე ზოგადად რთული არის ალბათ იმის საქმეა სააკაშვილის სასამართლოს მერე შენ მოახერხო და რაღაცა უპრეცედენტო, აი რასაც ქვია და რამდენად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, აი გააკეთო იმაზე ბევრად სიგიჟე ერთია, სამართლებრივად ნონსენსია, ხო, არ არსებული რაღაცა ეს მეორე და მეორეც ერთი დანაშაულიც არის. ხა, რა ვიცი, მე სამართლებრივად როგორ არის, არ ვიცი, მაგრამ მორალურად და ადამიანურად დანაშაულია ადამიანს მიუსაჯო იგი დამნაშავეა თვითონ აღიარა და გასაგებია, მკვლელია, მაგრამ თან ისეთი გარემოებით მიუსაჯო, რომელზეც თვითონ შენს განაჩენში წერო ეს დანარჩენის აი საკითხი გამოსაძიებელია. თვითონ წერს საკუთარ განაჩენში, ხო? დანაშაული ჩემთვის როგორც არა იურისტისთვის თითქოს ეს დანაშაულიც უნდა იყოს. ანუ მოსამართლის გავსი ქმედება დანაშაული, არ ვიცი, თქვენ იურისტების შეიძლება გააჩნია, მე ხომ აი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებ, დანაშაულის შემცველი უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან. ეს ერთი და ხო მართლა იცი რა არის მე ყოველ შემთხვევაში მე რაც ვიცი ხა საშინელებები უკეთებია და რაღაცა აბსურდული ბრალი სააკაშვილის სასამართლოსგან არ არის გასაკვირი, თუმცა მსგავსი სახის რაღაცა ბრალი თუ განაჩენი სადაც გამოტანილია განაჩენი იმაზე რა ჯერ არ არის გამოძიებული არ ვიცი არ მახსენდება არ ვიცი ყოველ შემთხვევაში არც სააკაშვილის სასამართლოზე კი არა რა ვიცი პინოჩეტი არსებობდა და ჰიტლერი არსებობდა და შეიძლება იქ ვერ იპოვო იმ სასამართლოებში იმიტომ რომ
გასაგებია რომ ვიღაცის ინტერესში არის რომ ის ადამიანები ვიზეც ახლა არის საუბარი ციხეში უნდა იყვნენ კონკრეტულად ამ ბრალდზე ეს არის ცხადი უკვე რასაც ჩვენ უყურებთ გასაგებია რომ ვიღაცის ინტერესში ეს არის და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის რომ ეს ასე მოხდეს ხო მაგრამ იცი რა არის ახლა მიშად სვამდა ესე ხალხს უდანაშაულო ადამიანებს მაგრამ იმას რა ვიცი ან იმ პროკურორს ყოფნიდა რაღაცა ის ცოდნა ცუდი გაგებით ამ შემთხვევაში ცოდნა რომ საქმეს ისე მაინც კერავდა რომ მოსამართლეს არ უწევდა მე ასეთის ნონსენსი ჩაწერა იმაში აბსურდი ჩაწერა განაჩენში და აი როგორ წარმოუდგენიათ ან რას აკეთებს ეს ხალხი მე ვერ გავიგე ვისი ინტერესიც არ უნდა იყოს ამ საქმის უკან ამ ადამიანების წინააღმდეგ ვისი ინტერესიც არ უნდა იყოს ხო აი შენ წინა თემაზე როდესაც საუბრობდით ერთი შეფასება გააკეთე პოლიტიკური და იგივე შეიძლება გავაკეთოთ ჩვენც რომ ვინც ამის უკან დგას და ვის ინტერესშიც არის ვის ინტერესშიც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი ერთ რაღაცაზე უნდა დაფიქრდეს სანამდე მიიყვანს ეს ყველაფერი ხელისუფლებას იმიტომ რომ ეს საბოლოო ჯამში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ვინც არ უნდა იდგეს ამ საქმის უკან ვინმე კონკრეტული სახელი და გვარი რომელიმიც არ უნდა იყოს ეს მხოლოდ მის პასუხისმგებლობას არ ნიშნავს ეს ნიშნავს მთელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აი მიშას ნაცებებით ხო ვერ მოიქცევიან რომ აი მიშამ არაფერი არ იცოდა ციხეში წამება იყო მიშამ არაფერი არ იცოდა და თურმე ვიღაცა ოლეგა მელნიკოვი იყო მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე ხო აი დაახლოებით იგივე არ გამოვა ეგრე რომ ეხა თურმე ერთი კონკრეტული სახელი და გვარი აკეთებდა ამ ყველაფერს უდანაშაულო ადამიანს ეს აი რაღაცა ყველა ჩარჩოსა და ყველა წესისა და ყველა კანონის მიღმა ცდილობდა რომ ციხეში გაეშვა ამ შემთხვევაში უძლავარს არ გულისხმობ მე ვსაუბრობ იმ ადამიანებზე ვიზეც ვისი ციხეში ხო ციხეში ჩასვლა ვისი შესაძლოა და ესე ძალიან სურთ ხო ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა გადავა მთელს მართულ გუნდზე აი ეს იქნება სამთავრობო ნაწილი ანუ ეს აღმასრულებელი ხელისუფლება და საპარლამენტო იმიტომ რომ არ შეიძლება როდესაც ადამიანი ხედავ ასეთ უსამართლობას თუ გინდა ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდის წევრი იყო ხო მართველი პარტიის ხო თუ როდესაც შენ ასეთ უსამართლობას ხედავ არ უნდა გაჩვენდე და უნდა თქვა იმიტომ რომ სწორედ ასეთმა უსამართლობებმა რო დაიწყო აი გირგულიანიდან და მანამდე რობაქიძე და ასე შემდეგ ხო და რო ჩუნდებოდნენ ნაციონალური მოძრაობის გინდა საპარლამენტო გუნდის წევრები გინდა აღმასრულებელი გინდა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინ ხო აი იმან მიიყვანა ნაციონალური მოძრაობა იმამდე იმ რეჟიმამდე როგორადაც ბოლო ჩამოყალიბდა ხო და ერთი ხო და აი ის დღეს თუ იგივეს გააგრძელებს ქართული ოცნება ეს უბრალოდ რა არის იცით რომ ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი თუ ქვეყანაზე ფიქრობს ეს ხალხი და ქვეყანაზე და ქვეყნის განვითარებაზე ფიქრობს და იმაზე ფიქრობს რომ ერთ წრეზე აღარ უნდა ვიტრიალო და რაღაცნაირად წინ უნდა წავიდე და ეს რაღაცა მანკიერი პრაქტიკა რომ ვიღაცის ჩახსვა მოუნდა ციხეში იმიტომ რომ რა ვიცი არ მოსწონს თვალისფერი თუ სახის კანის ფერი ხო აი ეს თუ არ გადავაგდე და თუ არ დავიწყე და მართლა რაღაცა ის არ მიეცა იმიტომ რომ წარმოუდგენელია ეხა ან კვალიფიკაცია არ აქვს იმას რა ქვია მოსამართლეს მაგრამ აი იმიტაცია მაინც ხო შეიძლება 1-2 საათი ყავა მაინც დაელია რომ სათქმელი მაინც ხოდა რომ ვიფიქრე ეს 2 საათი და მე გამოვიტანე დახარ ერთი მომენტი კიდე ძალიან მოკლედ ვიტყვი იმიტომ რომ მე ჩვენ ვიდეოს გვაქვს ადვოკატს ერთი რამ არ კიდე ერთი რამ აი ცოტნე მახსენა წინა მთავრობა და ნუ ყველამ კარგად ვიცით როგორ ხდებოდა და რა აქ არის კიდე ერთი მომენტი რა ჩვენ ბუნებრივია ჩვენც კი ახლა ცოტნე და თენგო ჩვენც კი ახლა იმ სიმართლეს რომელიც ვიცით რომ სიმართლეა და იმ ხალხის უდანაშაულობას რომ გვინდა რომ დავამტკიცოთ რომ უდანაშაულოა ის ხალხი ვინც ახლა ამის გამო იმყოფება ციხეში აქ არ არის ლაპარაკი უძილაურზე უძილაურმა თავისი პატარა საქმე არ არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა კაცმა რომელმაც აღიარა პირადი მოტივი და რა მოტივიც იყო ეს კანონიერი ქურდის და როგორც ამბობენ ის კაცი არ არის რაღაცა ისე რა ხელსამოსაკრავი კანონიერი ქურდი იმის მკვლელობა მისი ძმის მკვლელობა მიდის ამხელა რაღაცაზე და მეორეჯერ იმეორებს სასამართლოზე არავინ არ ყოფილა მე მარტო ვიყავი ხო წარმოგიდგენია ეს ამხელა რაღაცაზე მიდის მაგრამ მეორეა კიდე რატო უნდა სახელმწიფოს ან ვიღაცას თუნდის ოჯახი შეიყვანო შეცდომაში დარწმუნებული ვარ თუნდის ოჯახი შეიყვანო შეცდომაში და თუნდაც კიდე სრულად უდანაშაულო და ეს აპელაცია ყოველგვარი აპელაციის გარეშე ყოველგვარი რაღაცა მორალური ზნეობრივია და ხელი დაადოს პირდაპირ ადამიანებს და მაგალითად ავიღოთ თქვა ერთ-ერთ ოჯახს რომლის 2 შვილზეა ლაპარაკი
რომ მოსპოს და გაანადგუროს. ძალიან მალე გაირკვევა სიმართლე. ძალიან მალე გაირკვევა სიმართლე და ის კაციც მიხვდება იქ. არ ვიცი, ვიცი ოჯახის ადვოკატები იქნება თუ ბრალდება იქნება ეს თუ ვიღაცა გამოჩენილი Facebook გვერდები რომ ვითომ ეს გინდა თუ არა მაინც და მაინც ეს ოთარ ფარცხალაძემ, გიორგი და დათო მიქაძემ და კვალი აქეთ მიხავს. ეს სიმართლე მალე დადგინდება. ძალიან მალე დადგინდება და უბრალოდ რაში უნდა აწყობდეს სახელმწიფოს, დღევანდელ სახელმწიფოს მით უმეტეს, რომ თუნდაც კოტე მიქაძის ოჯახს ორი შვილი რომელიც ყავს, ორი შვილი ყავს. ორივეზე ესეთი კამპანია განახორციელო, ერთი ციხეში ყავდეს უდანაშაულოდ გამოწყდეული. მკვლელის წარმოგიდგენია შეკვეთილი მკვლელობის ის დაუდასტურო და მოტივს ვერ ამბობდე. რატო უნდა მოეკლათ? მოტივს ვერ ამბობდე. ეს სახელმწიფოს არ აწყობს ხალხო. ის კი არა რომ თქვა კოტე მიქაძე და იგივე კაბატური მარნას ოჯახი და სხვა დანარჩენიც კიდე ვინცამ საქმეზე არიან სხვა დანარჩენები. რაში უნდა აწყობდეს სახელმწიფოს? ეს საზოგადოებისთვისაც ცუდია და პირველ რიგში რა თქმა უნდა ცუდია ამ ოჯახისთვის, იმიტომ რომ არ შეიძლება როცა ორი შვილი ყავს. რომელიც დასრულებად და პატარა არ არის თქვა იგივე ასაკით ან გიორგიან დათოან და იგივე თქვა კიდევ ვისაც ედავებიან და როგორ ამ ხნის განმავლობაში რომელსაც ღირსეულად ატარებენ იგივე შვილის ოჯახის თავიანთი სოციუმია და სოციალური სტატუსი გააჩნიათ ამ ადამიანებს აუცილებლად გაირკვევა სიმართლე მე დარწმუნებული ვარ და მინდა გაიგოს იმ ოჯახმაც და იმ კაცმაც და არანაკლები პრობლემა ასევე იმისთვისაც იმიტომ რომ ტყუილია ეს ყველაფერი რასაც ამბობენ სრულიად უდანაშაულო ხალხზე რო ამბობენ და რატო უნდა სახელმწიფოს ან ვიღაცას მოსპოს ეს ოჯახი გაანადგუროს ეს ადამიანები და შემდეგ უარესად გაუნადგუროს ფსიქიკა აურიოს იმ ოჯახს ვისთანაც მართლა მოხდა მკვლელობა და აგერ კაცი ამბობს პატარა რამეზე ხო არ მიდის ეს კაცი ჩვენთვისაც ანერვიულოა დღეს ამ თემა მაგრამ არ შეგვიძლია რომ გავჩუმდეთ იმიტომ რომ სიმართლე და დადგინდება მინდა რომ გაიგოს რა ვიცი თუ უყურებს სახელმწიფო იქნება ეს იმ ოჯახის წევრი იქნება თუ როგორც იქნება მესმის მაგრამ ხო შეიძლება არა რომ სიმართლე ხო არის მთავარია რა სიმართლე ჭირდება იმ კაცსაც რა სტატუსიც არ უნდა იყოს სურობ ჩვეულებრივი არ ვიცი მე ოჯახის წევრი მოგიკლა რა თქმა უნდა მაგრამ ხო უნდა დავფიქრდეთ რა შეაწყობთ ეს სრულიად უდანაშაულო ხალხზე გასვლა ვის აწყობს ეს არც სახელმწიფოს გამოადგება საზოგადოებას მით უმეტეს და არც ხვალდაზე ჩვენ თუ გინდა რომ სამართლიანი საზოგადოება და აი იმიტომ გამოვიტანეთ უპრეცედენტოა კაცი აღიარებს პატარა რამეზე მიდის ხალხო ციხეში მიდის უვადოდ კანონიერი ქურდის ძმა მოკლა აღიარა ხო წარმოგიდგენიათ რას გადის და ან რას გაივლის ეს ადამიანი იქ და რატო გვინდა რომ შავ ოთახში ისედაც საშინელი ტრაგედიაა ხო გინ პიროვნებისთვის, გინ ოჯახისთვის და სახელმწიფოსთვის შეუქმნა სხვას ეს ტრაგედია. შავ კატას რატო ვეძებთ? აი ეს მინდა რომ ყველამ გაიგოს, თორე რა ვინმეს ეხალისება ამ თემაზე ლაპარაკი? აი ეს არის სიმართლე. ნამდვილად არა, ჩემო მერაბ, ნამდვილად არავის ეხალისება ამ თემაზე საუბარი. ცოტნე შენ მინდა გიპასუხო კვალიფიკაციასთან დაკავშირებით შენ დასვი შეკითხვები რომ აი ამდენად არაკვალიფიციურად არის მე არ მგონია რომ აქ სინამდვილეში კვალიფიკაციის პრობლემა იყოს ჩვენ რაც არ გვიჭირს ქვეყანაში იურისტებია და დარწმუნებული ვარ კვალიფიციური იურისტი გამომძიებელიც მათ შორის იქნება ეს თუ რა ფორმითაც იქნება ჩართული მოინახებოდა აი ანალოგიებზე ვსაუბრობდით მაგალითად რობესპიერი იურისტი იყო ის სხვა შორის განათლები და არ მგონია ვინმე მის იურიდიულ კვალიფიკაციაში რაიმე კითხვის ნიშანი ჰქონდა. აი მას ჰქონდა დაახლოებით მსგავსი კანონი მიიღო ბოლოს რომ ჯერ სიკვდილი ჯიდნენ და მერე იყო გასაჭიროების უფლება ოჯახს ჰქონდა რომ ადამიანს რო ეგთან გაამართლა რომ სწრაფად რომ მოხდეს გილიოტინებს ვაცდენთო ტყუილათო რომ რა თუნდა კაცო ამდენი ლაპარაკი მოკიდე ხელით დასაჯე სიკვდილი და თუ უდანაშაულობა მერე ოჯახმა ამტკიცოს და რეაბილიტაცია მოხდება მისი რომ ტყუილა დავსაჯე სიკვდილი. დაახლოებით აი ესეთი ეხა არ ვადარებ რა თქმა უნდა და არაფერი მაგრამ ანალოგიები აქვს ამას ისტორიაში რომ წინასწარ იღებ ჯერ გადაწყვეტილებას და მერე იძახი რომ უნდა გამოვიძიო. აი იგივე პრეცედენტი მე თუ რამე მახსენდება ზუსტად აი აგე რობესპიერთან გავავლებდი სხვა შორის მე თვითონ ამ კანონით გაასამართლეს ყოველგვარი ასე ვთქვათ სასამართლო პროცედურების გარეშე მე თვითონ ეს კაცი მაგრამ
მე სხვათა შორის, აი, როცა ჩვენ საუბრობთ ადვოკატებზე, ამ საქმესთან დაკავშირებით ალბათ ყველას ახსენდება ოჯახის ადვოკატი ბატონი ტარიელ კაკაბაძე, რომელიც გამოირჩეოდა წარსულშიც და ეხლაც აკეთებს ამ თემაზე კომენტარებს. მას ჰქონდა ძალიან საინტერესო ინტერვიუ გუშინ TV პირველზე, თუ ვინმეს არ უნახავს და ამ საქმით არის დაინტერესებული, ნამდვილად ურჩევდი რომ ენახა. ბევრი საინტერესო შთაბეჭდილება დამიტოვა მე. მინდა რომ ამ ინტერვიუდან გარკვეული მონაკვეთები შევთავაზოთ მაყურებელს და აი ჩვენი გადაცემის დასკვნით ნაწილში ეს შევაფასოთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი აშკარად არის ამ საქმეში ყოველ შემთხვევაში ინფორმირებული, ბრალდების მხარეს წარმოადგენს. იმ ოჯახის ადვოკატია, ხო და პატარა ჯაფა არ აწევს თავზე. ადვოკატი, პროკურორი ეს სრულიად ორი სხვადასხვა ცნება გახლავთ, მაგრამ აი კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით ბატონმა ტარიელმა ერთგვარად ითავა ეგ როლიც, რომ ხშირად ბრალდების მხარესაც გვევლინება, ხო? და მის მიერ გაჟღერებული ფრაზები აისახება შემდეგ პროკურორის მაგალითად საბრალდებო სიტყვაში და ასე შემდეგ. მოვისმენოთ, თუ შეიძლება აი რამდენიმე მონაკვეთი გვაქვს მომზადებული, პირველი მონაკვეთი გაუშვათ და ვიმჟელოთ. პირველ რიგში მინდა განვაცხადო, რომ მთელი ამ თვეების განმავლობაში მე არასდროს მithქვამს კონკრეტული პირების მიმართ, რომ ეს დააკავეთ, ამას წაუყენეთ ბრალი, ეს არის სავარაუდო დამნაშავე და აუცილებლად უნდა მიცეთ პასუხისგებაში ეს ადამიანი. მე ეს არასდროს მithქვამს. რა თქმა უნდა, მე პატივცემ უდანაშაულობის პრესუმპციას ყველა პიროვნების მიმართ და მიმაჩნია, რომ მტკიცებულებები უნდა არსებობდეს ყველას მიმართ იმისათვის, რათა ბრალი წაიყენოს. თუმცა მე მთელი ამ თვეების განმავლობაში ვაცხადებდი, რომ საქმე არ არის გამოძიებული და შემკვეთი არ არის გამოვლენილი უტყუარად და მტკიცებულებებით. საქმეში არსებობს გარკვეული გამოკითხვის ოქმები, სადაც ნახსენებია სხვადასხვა პირები, მათ შორის ოთარ ფარცხალაძე რომანოვი არის ნახსენები. და მე ვამბობ, მე ხო არ ვამბობ, რომ აუცილებლად უტყუარად გინდება, რომ ის არის შემკვეთი და კატეგორიულად ხო არ საუბრობ მე აღნიშნულთან დაკავშირებით. მე ვამბობ და მე მოუწოდებ გამოძიებას, გადაამოწმეთ აღნიშნული ვერსია. რატო გავუშვით ეხლა ეს მონაკვეთი? მე პირველ რიგში ვიტყვი, რომ კონკრეტულად აი ამ ნაწილზე ნამდვილად ალბათ არ შეიძლება რომ ამ ადამიანთან კონდეს პრეტენზია, უბრალოდ გამიხარდებოდა რომ მას აი ამ განაჩენის დადგომამდეც ესაუბრა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ეხლა განაჩენში უკვე ჩაიწერა ის რა ჩაიწერა, საბედნიეროდ არ მოხდარა ეგ გვარების ჩაწერა, არ მინდა ამ ფორმით გაიგოს მაყურებელმა, რომ განაჩენში წინასწარ ჩაიწერა შემკვეთების გვარები, არა. განაჩენში ჩაიწერა ასეთი რამ, რომ ეს მკვლელობა ჩადენილია განზრახ ერთი გარემოება და ჩადენილია შეკვეთით. ანუ მოსამართლემ თქვა, რომ უეჭველი შეკვეთით არის ჩადენილი, ოღონდ აი ვინ შეუკვეთა მე ეს მე გავარკვიოთ ეგ ამბავი. თუმცა ამ კითხვაც სწორედ აქ ისმის, რომ თუ კი არ არის ეს გარემოებები გამოკვლეულება, რა იცი რომ შეკვეთით არის ჩადენილი. ანუ არსი ასე ვთქვა ჩვენი საუბრის არგუმენტი ამ შემთხვევაში მდგომარეობს ამაში. რაც შეეხება ბატონი ტარიელის გამოსვლას, მე პირადად ამიტომა შთაბეჭდილება და თქვენი აზრიც იქნებოდა საინტერესო. ის არ არის იმდენად მტკიცებით ფორმებში აღარ საუბრობს, რასაც აქამდე წინა ინტერვიუებში ქონდა ხოლმე ადგილი და ეს ერთგვარად არის ნამდვილად მისასალმებელი. ნამდვილად ჩვენი პოზიციაც გახლავთ ის, რომ ვერსია, თუ კი ის არის გაჟღერებული მით უმეტეს საგამოძიებო მასალებში, ეს ვერსიები უნდა იქნას შემოწმებული, გადამოწმებული და ამის შემდეგ უნდა გქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია, თუმცა იგივე სტანდარტი მაგალითად რატო არ გავრცელდა იგივე გელაუძილაურის ჩვენებაზე, რომელმაც გამოვიდა და თქვა, რომ მე მოვკალი, უარს არ ვამბობ მაგ საკითხზე, ნამდვილად მე ვარ დამნაშავე, ოღონდ მე ამისთვის ჩემი მიზეზები მქონდა და რაღაც კონკრეტულ ვერსიას ასახელებს, აი აქ იგივე სტანდარტი რატო არ მუშაობს, რომ გადამოწმდეს ჯერ ეგ ვერსია და მერე გადავწყვიტოთ, აბა არის თუ არა შეკვეთი ჩადენილი. აი ეს ცოტა გაუგებარი არის. მე დავამატებ აი იგივე, ხო? რაც შენ ახსენე და სწორედ ეს შედარება მითოდა, რომ საზოგადოებამ და მაყურებელმა იცოდეს. სწორედ ეგ არის, დიახ, ეხლა რომ ისევ იმეორებს და ახსენებს ოთარ ფარცხალაძეს, ხო? და ისევ ამბობს, რომ თქვათ გადამოს თავიდანვე პირველი დღიდანვე პროპაგანდა რაც იყო, სხვა შორის ამ ტელევიზიიდან დაწყებული და სხვადასხვა ტელევიზიებში მე ხო? თავიდანვე, ანუ ამიტომ ახსენებდი, რომ პირველივე დღიდან დარღვეულია უდანაშაულობის პრეზუმპცია, თუ ვინმეზეა საუბარი და ვინმე მეს უნდა იცოდეს ადვოკატმა და კიდევ ერთხელ ვამბობ, თუნდაც დაწყებული დასახელებული გვარები და სახელები. სწორედ აი ამ უაპელაციო დასახელებამ, აი ამ პროპაგანდამ და ერთხმაში საუბარმა პროკურატურის, ოჯახის ადვოკატის და ვინმე ჯონათან ჯოელის თუ ჯონ სნოუს განცხადებებმა სწორედაც ეს ქონა და შემდეგ ვიდეოებიც მიუძღვა ზოგიერთმა და იქაც დაასახელეს. აი ამაზეა საუბარი, იმიტომ რომ არ შეიძლება იმის მერე მით უმეტეს არ შეიძლება, რაც გელაუძილაურმა უკვე აღიარა ეს ძალიან მისი და ანონსა
ფაქტიურად აღიარა ის და დაანონსა ის რომ პირდაპირ ადჯერ თქვა შეაწყვეტინა პროკურორს სიტყვა რომ გაახსენა და უთხრა რომ მე არაფერს ანუ ყველა დეტალი ვიცი რა გავაკეთე როგორ გავაკეთე და არავინ სხვა ამ საქმეში მონაწილე არ არის ამაზეა საუბარი და რატო შეყავთ დღესაც რატო შეყავ შეცდომაში პირველი დინდის ოჯახი ვისი ადვოკატიც არის სახელმწიფო შემდეგ და მე საბოლოო ჯამში კიდე მოსამართლე გადის და 15 წუთში გადაწყვეტილება როგორ არ არის ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ვერ უხდები ჩვენი მთავარი შეკითხვა იმაში არ მდგომარეობს რომ აქ დაუშვათ ვის შეიძლება ყოველ რამე ვერსიებზე კი არ არის კაც ჩვენი მხრიდან ლაპარაკი ჩვენი მხრიდან არის საუბარი იმაზე რაც არის დასახელებული და რაც ითქვა ის ვერსიები რატო არ მოხდა გამოკვლევა ანუ განაჩენი როგორ დადგა ისე რომ ბრალდებული მთავარი მოქმედი პირი ვინც იძახის რომ მე ჩავიდინე და ხსნის რატო ჩაიდინე აი მისი ვერსია არ შეამოწმა სასამართლომ ისე გამოიტანა განაჩენი აი შეკითხვა ამაში მდგომარეობს თორე აქ იმაზე კი არა ლაპარაკი რომ ვინმე ანუ დანაშაულოა ან დამნაშავეა ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და ბატონ ტარიელ კაკაბაძეს მე ამ ნაწილში სრულიად ვეთანხმები კიდე ერთხელ მისასალმებელია რომ მტკიცებით ფორმაში აღარ მიდის საუბარი შეკვეთის ნაწილზე და შემკვეთების ნაწილზე და ამ შემთხვევაში ბატონი ტარიელიც ამბობს რომ ვერავის რაღაც ესე ერთი ჩვენებით ვერ მისცემ პასუხისგებაში და საჭირო არისო ვერსიების შემოწმება იმედი გვაქვს რომ ეს სტანდარტი იქნება მოხალში დაცული თუმცა ერთ რაღაცას დავამატებ რასაც ბატონი ტარიელი ამბობს კი ბატონო მე ვეთანხმები უბრალოდ თუ ისე მოხდება როგორც ბატონი ტარიელი ამბობს მაშინ ამ საქმის შეწყვეტა მოუწევთ იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვხედავთ სხვა არც არაფერი არ აქვს ვიღაცა ანონიმური მოწმეების ჩვენებები აქვს საქმეში რომელიც რა ვიცი ან არსებობს ან არ არსებობს როგორ უნდა ვენდოთ წარმოუდგენელია ან დაცვის ხარე ან ამ შემთხვევაში გულისხმობ ბრალდებული ადამიანების ადვოკატები ან ის ადამიანები ან მათი ოჯახები რატო უნდა იმდონ ვიღაცა ანონიმური არ არის არც სახელი რო არა არც გვარი რო არა აქვს ასეთი ადამიანების რაღაცა იქ საუბრებს და ჩანაწერებს და სხვა ამის გარდა მათ არაფერი არ აქვს და თუ ბატონ ტარიელს დაუჯერებ ბატონ ტარიელი როგორც თვითონ საუბრობს რასაც თვითონ მოითხოვს თუ ეს ესე იქნება მაშინ იმ საქმიდან გამომდინარე რა საქმეც მათ აქვს მოუწევთ უარისხმა ამ საქმის შეწყვეტა და რა ვიცი სხვა ახალი კვალის ძიება და ერთია ეგ რომ აი რაც თქვით რომ აი უბრალოდ ეს რომ ესე არ იქნება სამწუხაროდ ამის განცდა რჩება საზოგადოებაში იმიტომ რომ რასაც უყურებთ რაც დავინახეთ თუნდაც აი ამ განაჩენთან დაკავშირებით დავინახეთ თუნდაც იმასთან დაკავშირებით რომ კაცი აქ ხო არ არის საუბარი იმაზე რომ გელა უძილაური აუცილებლად საუბრობს სიმართლეს ხო ანუ იქ შეიძლება იტყუება მაგრამ გელა უძილაური რომ იტყუება ეს რატო ნიშნავს რომ მაინც და მაინც შეკვეთილია ეს საუბარობა და ან თუ შეკვეთილია ხო თუ შეკვეთილია მაინც და მაინც ეს ხალხია შემკვეთი ამაზე იურისტები ამ შემთხვევაში ბატონსოდმე და გულისხმობ რას გელა უძილაური იტყუება სიმართლეს ამბობს ეგ კი არის თუ იტყუება უნდა მითხრა რა ნაწილში იტყუება ეს არის განაცხადება თუ სიმართლეს ამბობს უნდა მითხრა რა ნაწილში სიმართლეს მე როგორც იურისტი მაგრამ ჩვენ ხალხი რომ იტყუება რა არის გაუგებარი ხო და ჩემთვის რა არის მე როგორც არა იურისტი შენთვის როგორც იურისტის ცოტა უფრო მეტი რაღაც არის გაუგებარი ჩემთვის როგორც არა იურისტისთვის ის არის გაუგებარი რომ თუ ეს კაცი იტყუება და შეიძლება რომ იტყუება ეს რატო ნიშნავს იმას რომ მაინც და მაინც შეკვეთილია ან თუ შეკვეთილია მაინც და მაინც ეს ხალხია შეკვეთი ვინც არის და ხო და კიდევ ერთი რაც ის რომ ანუ საერთოდ არ მოწდება აი რაც შენ აღნიშნე რომ აი ეს აჩენს განცდას რომ ეს საქმე მიდის არასწორად და ეს საქმე ვიღაცის ინტერესია რომ ადამიანი იძახის რა ვიცი მოუკალი ეს адам მკვლელობას საკუთარ თავზე იღებს მე ვარ ამ კამის გამკეთებელი და გავაკეთე ეს ამის და ამის გამო ხო და ანუ პროკურატურა სამართალდამცავი უწყებები არც კი ინტერესდება რომ ეს შეამოწმოს ეს იქნება მართალია ეს კაცი აი დაუშვათ აი ეს კითხვა რომ დავსვათ რომ აი იქნება და გელა უძილაური რასაც ამბობს ხო არავის არ შეუმოწმებია იქნება და მართალია აი მე სად მიდიხარ რომ აი იქნება და რო შეამოწმო და მართალი აღმოჩნდეს სად მიდის მე მაგრამ იქნება და მართალია კი არა იცი რა არის მანდ რატო არ ამოწმებენ დიდი ალბათობით იმიტომ რომ იციან რომ მართალია ალბათ რა ვიცი ეგ განცდა ჩება ანუ სხვა რატო აი რა ინტერესი უნდა გქონდეს სამართალდამცავ უწყებას ამ საქმეს არ ამოწმებს მოდი აი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით უგავყვებით იქნება და მართალი კი არა მართალია ქვია მაგას რატო იმიტომ რომ ყველას ალბათ გაგვიგია რომ მტკიცების თვირთი ეს არის ბრალდების მხარეს და ჩვენი კონსტიტუციით ესე არის და ნორმალურ მე რო ვარ დამნაშავე უნდა დაამტკიცოს ბრალდებამ და მე არ უნდა ვამტკიცო უდანაშაულობა დღევანდელი მოცემულობით იქნება და მართალია კი არა მართალია იმიტომ რომ სანამ ისი ნათქვამი საწინააღმდეგოს ბრალდება არ დაადასტურებს ითვლება რომ ეს არის სიმართლე ბრალდება მომწონს საერთოდ არ აინტერესებს ეს ნათქვამი ბრალდება მომწონს საერთოდ არ ამოწმებ არაფერს დამნაშავეა და მორჭა მაგრამ ხო აი ეგ არის უპრეცედენტო აი ხა
გამოკითხვის ოქმებსაც რა შეეხება, მინდოდა მეთქვა, შენ რო ამბობდი, რომ აი მხოლოდ გამოკითხვის ოქმი ვერ იქნება საკმარისი. მე არა ტარიელიც ტარიელიც ამას ხო ამბობს, მაგრამ მეტიც რო თქვა გამოკითხვის ოქმი, მოწმის გამოკითხვის ოქმი, თუნდაც იქ აი კრისტალის სიმართლე ეწეროს, გამოკითხვის ოქმს არა აქვს მტკიცებითი ძალა, ძვირფასო მაყურებლებო, სისხლის სამართლის პროცესში ესეც უნდა ვიცოდეთ. მტკიცებითი ძალა აქვს მოწმის ჩვენებას. ის მოწმე, რომელმაც შეიძლება გამოკითხვის ოქმი მისცა პროკურორს, უნდა გამოცხადდეს სასამართლოში, სასამართლოზე გამოიკითხოს, იქ კითხვების დასვის შესაძლებლობაც იყოს და აი ამას აქვს მე მტკიცებითი ძალა, თორე ოქმში ქაღალდზე რაც გინდა ეწეროს, აი ცალკე აღებული მტკიცებულებას არ წარმოადგენს. ამას ამბობს როგორც მე ხვდები ყოველ შემთხვევაში ბატონი ტარიელიც, რომ გამოკითხვის ოქმით ვერავის მისცემს პასუხისმგებლობას, მაგრამ ეს უნდა გახდესო გამოძიების და ვერსიის შემოწმების საფუძველი, რასაც ვეთანხმებით. ისე ერთი კიდევ ჭეშმარიტება რა, ისე უბრუნდები თქვა ცოტნეს ამ შემთხვევაში იმ პოზიციიდან რომ თქვა ჩვენ არა ვართ იურისტები და შენ უფრო მეტი იცი და მეტი რამ უფრო არ მოგწონს, იმიტომ რომ შენ მაგრამ ძალიან პირველივე შეხედვითაც კი თუნდაც მათ მიერ გამოქვეყნებულ დაკითხულ ადამიანებში და იქ სასტუმროს ეპიზოდს ასე შემდეგ. ყველაფერს რო თავი დავარებოთ. დღეს რომელიც ადამიანი რომელიც იქ უსამართლოდ ზის გიორგი მიქაძე არც ერთ გამოკითხვის ოქმში ნახსენები არ არის. მათ შორის ვის გამოკითხეს, იმას ეკითხება, ჩაკითხვა აქვს. ანუ მე ბრალიც საკითხული მაქვს, მთელი ეს საქმე კარგად ვიცი, შენც იცი თენგო და ცოტრამაც, მაგრამ აი დეტალურად მახსოვს რომ იქ ერთ თანამშრომელს რო ეკითხებიან, აი ეს გიორგი მიქაძე იცით საერთოდ კი არავის არ უნახავს. არავის არ უნახავს. და იქ საუბარია რომ რაღაცა მანქანა რო ჩერდება დათო მიქაძე რომ მიდის. რაღაცა მანქანა რო ჩერდება 15 წუთის მერე, რომ არაფერი ვერ აჩანს. ალბათ იგზის დაბურულ, ალბათ იქ არის და ანუ აი იმ გამოკითხულ ოქმებში ეს კაცი ხომ არსად არ აჩანს. ერთი წერტილი არ არსებობს მისი რაღაცა ახლოს მყოფი ამ საქმესთან. აი, ზუსტად ეგ თემა უნდა გავაგრძელო შემდეგი ეპიზოდით, რასაც გავუშვებთ ამ ინტერვიუდან, კონკრეტულად მტკიცებულებების ნაწილთან დაკავშირებით. საინტერესო იქნება მოვისმინოთ იგივე ოჯახის ადვოკატის ბატონ ტარიელ კაკაბაძის პოზიცია გუშინდელ TV პირველთან დაკავშირებით, რაც შეეხება აი უთხოვარ მტკიცებულებებს, რაც დევს საქმეში. სახელმწიფო ინსტიტუტებს რომ ეფექტურად ემუშავა მკვლელობა არ მოხდებოდა და ეს არის საქმე, რომლის გამოძიება, თავარი ფაქტების უთხოვარად დადგენა შეიძლებოდა სულ რამდენიმე დღეში. როდესაც პირველივე დღეს შეეძლო გამოძიებას, რომ უთხოვარი და ნეიტრალური მტკიცებულებები მოეპოვებინა, თუმცა შეგნებულად არ გაკეთდა ეს. ზოგადად შეკვეთილი მკვლელობის დადასტურება ყოველთვის რთულია, კარგად მოგეხსენებათ, მით უმეტეს, როდესაც რამდენიმე თვის განმავლობაში მიდის საქმის ჩაფარცხვის ოპერაცია. ამ თვეების განმავლობაში თუნდაც იმ ტელეფონებიდან ძალიან ბევრი ინფორმაცია გაქრა და წაიშალა. ისეთი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო გარდამტეხი ამ სისხლის სამართლის საქმეში. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ტარიელ კაკაბაძის პოზიცია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით და ერთი რამ, რაშიც ასევე მინდა გავიზიარო ადვოკატის პოზიცია არის ის, რომ გამოძიება არ მიდის ორი მიმართულებით. მან ეს თავიდანვე თქვა, ის ცოტა სხვა კონტექსტში იძახის ამას, მაგრამ ამ ნაწილზე ალბათ ყველა თანხმდებით, რომ ამ საქმეში მტკიცებულებები არის ან მოსაპოვებელი, ან ყოველ შემთხვევაში ასეთი მტკიცებულებები საქმეში არ დევს. ბატონი ტარიელი ამას რა თქმა უნდა გულისწყივლით იძახის და ჩვენ სრულიად ვიზიარებთ, რომ პირველ ეტაპზე იყო შესაძლებელია უთხოვარი მტკიცებულებების მოპოვება, ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება, სწორედ ამ სიტყვებს ახსენებს მერაბ, რომ უთხოვარი და მტკიცებულებები, უთხოვარი და ნეიტრალური მტკიცებულებები შესაძლოა ყოფილიყო ამ საქმეში მოპოვებული, მაგრამ იმის გამო რომ გამოძიებამ არ იმუშავა სწორად, ამიტომ ეს მტკიცებულებები არ არის მოპოვებულიო და კი ბატონო, ეხა ეს შეიძლება ბევრ მიზეზს დაუკავშიროთ, იქ შეიძლება იყოს გამოძიების კვალიფიკაციაზე გაგვიჩნდეს კითხვები, შეიძლება ვიღაცის ინტერესები დავინახოთ, შეიძლება რაღაც გარემოების გამო ახსნათ, რატომ არ არის ეს მტკიცებულებები მოპოვებული, მაგრამ ის რომ უთხოვარი და ნეიტრალური მტკიცებულებები დღეის მდგომარეობით საქმეში არ დევს, ამას იძახის თვითონ ბატონი ტარიელ კაკაბაძეც. ის აბრალებს ამას გამოძიებას, ის აბრალებს ამას სახელმწიფო სტრუქტურების არასწორ მუშაობას, მაგრამ ფაქტი, რომ ეს მტკიცებულებები საქმეში დღეს არ არის, ეს ხო თავისთავად ცხადია, მათ შორის აი ამ პოზიციიდან. და კი ბატონო, იმ ნაწილში რომ ეხა ეს არ მოხდა რაღაცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ამაზე შეგვიძლია ჩვენც გქონდეს მსგავსი მოსაზრებები და ჩვენც ვთვლიდეთ, რომ დიახ, გამოძიებამ არ იმუშავა ორი მიმართულებით, არ არის არანაირად შეკრებილი ის მტკიცებულებები, რომელიც საზოგადოებას დაანახებდა ობიექტურ ჭეშმარიტებას. არც ერთი ვერსია
შეკვეთის ნაწილში არსებული მტკიცებულებების სტანდარტით არ დასტურდება და ამ შემთხვევაში ოჯახის ადვოკატიც ბატონი ტარიელ კაკაბაძეც გვეუბნება ზუსტად იგივეს იმედი მაქვს რომ ესეც იქნება საზოგადოების მხრიდან სწორად აღქმული და ბოლო და მესამე ნაწილი რაც მინდოდა დღევანდელ გადაცემაში გამომეტანა ეს შეეხება მთავარ აქილევსის ქუსლს ალბათ ამ საქმეში ბრალდების ნაწილში და ეს არის საქმის მოტივი გავიდა უკვე მარტიდან მოყოლებული რამდენი თვე ამ მკვლელობის ჩადენიდან ჩვენ მოვისმინეთ არაერთი ვერსია იყო ვერსია რომ გარდაცვლილი კანონიერი ქურდის ოჯახიც ახსენეს იყო ვერსია რომ ბიზნეს დაავასთან დაკავშირებით მოხდა აი ეს ინციდენტი და ასე შემდეგ მაგრამ თავარი რაც არის და არსებითი გამოძიება დღემდე ვერ სცემს პასუხს შეკითხვაზე რა გახდა მკვლელობის მოტივი ვერც გამოძიება და ვერც ოჯახის ადვოკატი კაკაბაძე ხო ნუ ბრალდებას როცა ვახსენებ აქ გულისხმობ კიდეს ბატონ კაკაბაძესაც მართალია პროცესუალურად ეს გამიჯნულია ბუნებრივია ადვოკატი და პროკურორი სხვადასხვა რამ არის მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდებით რომ ამ საქმეში ისე მოხდა რომ ადვოკატის და ბრალდების პოზიციები ერთ-ერთი ემთხვევა ერთმანეთს ამიტომ ბრალდების პოზიციას რო ვიძახით იგულისხმება მათ შორის ოჯახის ადვოკატის პოზიციას მე მინდა აი მოტივთან დაკავშირებით სხვათა შორის ანა ხალაიემ თუ არ ვწდები ანაქვია ჩვენს კოლეგას კი ძალიან სწორად დავსვა ეს ჩვენ არ ქონია ეს არის საერთოდ საქმის ერთ-ერთი აი ნებისმიერი სასამართლო ანიბანი არის მოტივი ანუ პირველი სახელდება ნებისმიერი საქმის გამოძიების დროს ვირფასო მაყურებლებო თავარი რასაც იძიებს გამომძიებელი ეს არის მოტივის დადგენა რომ თუ ჩაიდინა ამ ადამიანმა ეს დანაშაული იგულისხმება რომ მას ამისთვის შესაბამისი მიზეზი უნდა ჰქონოდა ამას ქვია მოტივი ამდენი თვე არის მკვლელობიდან გასული ადამიანები არიან დაკავებულები მაგრამ გამოძიების მხრიდან ჩვენ ვერ მოვისმინეთ რა შეიძლება ყოფილიყო ამ დანაშაულის მოტივი განსხვავებით უძილაურის ვერსიისგან რომელიც პირდაპირ ამბობს თავიდან ბოლომდე მოტივია რაც ერთადერთი თუ ვინმე მოტივზე საუბრობს ეს არის უძილაური რომელიც ამბობს რომ მას პირადი მოტივი გააჩნდა სხვა მოტივი ჩვენ ვერ მოვისმინეთ დამაჯერებელი და მინდა ამასთან დაკავშირებითაც გავუშვათ ვიდეო ამ ვიდეოს ბოლოში არის ასევე მათ შორის ბრალდებულის ბატონი დავით მიქაძის პოზიციაც აღნიშნულთან დაკავშირებით და აი ერთად შემოგთავაზებთ ამ ორ ვიდეოს თხოვ რეჟისორს მოტივი ასევე ტარიელ ხო ესეც იგივე თუნდაც აი თქვენ ფარცხალაძესთან დაკავშირებით როდესაც ამბობთ რომ კი გამოსაკითხე იმიტომ რომ არაერთხელ დასახელდა ამ საქმეში მისი სახელი და გვარი სხვადასხვა მოწმეების მხრიდან აი რა შეიძლება ყოფილიყო მოტივი დიახ აღნიშნულთან დაკავშირებითაც საქმეში არსებობს მოწმე, რომელიც მიუთითებს გარკვეულ კონფლიქტთან დაკავშირებით. ლევან ჯანგველაძესა და ოთარ რომანო-ფარცხალაძის. რა ტიპის კონფლიქტი მოდი ესეც აქ საუბარია ბიზნეს საქმიანობაზე, აქ საუბარია ბიზნესთან დაკავშირებულ თავაზე და გარკვეულ გაუგებრობებთან დაკავშირებით. და მე რას ვამბობ? როგორც აქამდე ვამბობდი, რომ აღნიშნული გამოკითხვის ოქმი ასახავს სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებს და მე ვამბობ რომ თუ პროკურატურა იძახის რომ აღნიშნული გამოკითხვის ოქმის საფუძველზე ჩვენ ვერავის პასუხისგებაში ვერ მივცემთ და მეც ვეთანხმები რომ ერთი გამოკითხვის ოქმი ამისათვის საკმარისი არ უნდა იყოს აქედან გამომდინარე სხვა მტკიცებულებები მოიპოვონ ან დაადასტურონ ის რაც გამოკითხვის ოქში არის მითითებული ან მოხდეს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფა კატეგორიულად უარყოფ ლევან ჯანგველაძესთან არანაირი ბიზნესი არ მქონია საერთოდ არც საერთო ინტერესები და არ დაპირისპირება არ მქონია უბრალოდ გაიცნობით ნახავთ რომ ამ მოტივით არის ბრალში მითითებული თუ რატო ასე ვთქვათ დავაორგანიზეთ ეს თემა კატეგორიულად უარყოფ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ეს ბრალი აგებულია ცილის სამეფოზე და ტყუილზე. რატომ მოვიყვანეთ ეს ვიდეოც, როგორც აღვნიშნეთ, მოტივი ამ შემთხვევაში მოტივის არსებობა ეს არის ალბათ საკვანძო მომენტი და ჩემი აზრით ყველაზე დიდი აქილევსის ქუსლი ბრალდებისთვის, იმიტომ რომ ისინი ვერ ასახელებენ კონკრეტულ მოტივს. ამ შემთხვევაში ხაზი უნდა გაუსვათ, ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებულის დავით მიქაძის პოზიცია და ამ შემთხვევაში ვრცელდება ზუსტად ის სტანდარტი, რაც ჩვენ თქვით, იგივე უძილაურის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ბრალდება არის ამ შემთხვევაში ვალდებული, რომ დაამტკიცოს დანაშაული, თუ კი ბრალდება ამბობს, რომ თქვენ იცით რა, თქვენ შეიძლება ერთმანეთთან გქონდათ ბიზნეს დავა. აქედან გამოდის მეორე მხარე და ამბობს, რომ არა ბატონო, მე არანაირი ბიზნეს დავა არ მქონდა,
სამართლით ასეთ ვითარებაში უკვე ბურთი არის ბრალდების მოიტანზე, მაშინ ბრალდებამ უნდა მოიტანოს კონკრეტულად რა ბიზნესია საუბარი, რომელ კონკრეტულ ეპიზოდში ქონდათ ამ ადამიანებს უთანხმოება და დავა, უნდა დაიდოს იმის იმტკიცებულება, რომ მათ ქონდათ კონფლიქტი და ამისი შესაბამისი მტკიცებულება უნდა არსებობდეს. ამაზეც ხო ვერ იტყვის ბატონი ტარიელ კაკაბაძე, რომ ვინმე რაღაც ის მობილურ ტელეფონში ეწერა, ხა თუ მანამდე სანამ ცოცხალი იყო ის კაცი, მათ ერთმანეთთან ქონდათ კონფლიქტი, დაიდოს ამ კონფლიქტის არსებობის მტკიცებულება, საიდან ჩვენ გავიგეთ, რომ აი რაღაცა კონკრეტულ X ბიზნეს საქმიანობაში ეს ადამიანები მონაწილეობდნენ, ერთად კონდათ რაღაც საერთო შეპესე, კონდათ რაღაც საერთო გადაკვეთა თუნდაც მცირედი ამ საკითხზე და მოუვიდათ კონფლიქტი და ამის შემდეგ შეიძლება გაგვიჩნდეს ვარაუდი, რომ აი ამ კონფლიქტის გამო ამ ადამიანს რა კონკრეტულ ბიზნესზე არის საუბარი, რა კონკრეტულ ინტერესებზეა საუბარი და რა ნაწილში ვერ თანხმდებოდა ეს ხალხი ერთმანეთთან, იმდენად ვერ თანხმდებოდა, რომ ერთმა მხარემ გადაწყვიტა მეორე მხარე. ჩვენ ეს არ მოგვისმენია. კი ბატონო, და ბოლოს დამთავრებისთვის ისე რომ შევადაროთ რა. შენ წარმოიდგინე, მართლა რომ გამოეძია და მართლა რომ რამე ყოფილიყო. ესე იგი დავით მიქაძეს ბრალდება ედავება და მტკიცებულებათ აქ მოყვანილი გადარიცხვის ეგრეთ წოდებული გადარიცხვები რომ და შენთან ეთერში ადვოკატმა არაერთმა ადვოკატმა ამაზე ისაუბრა, ხო? ესე იგი, რომ აი ამოღებულია გადარიცხვები, რომ რაღა ოფიციალური გადარიცხვებით, ან რომ ერთ-ერთ არა მხოლოდ გელაუძილაოს, არამედ სხვა, ანუ თავის მეგობარს, ანუ კომპანიით გადახდილი თანხა იყო, რომელსაც აი იცი რომ ბარათი, გიორგი ჯოხაძის ბარათი შეჩერდა თუ რაღაც პრობლემა იყო და რო გაეგზელებინა ხელფასების ჩარიცხვა. დათო მიქაძემ განახორციელებს და აი ეს პროკურატურა საკამო ეხა თუ რამე ბიზნესი არსებობდა, ხო? თან იქ ერთ-ერთი ადამიანი ამბობს იმ ჩვენებას და რომ ჩამოსული იყო, ესე იგი წარმოიდგინე, ხო? ბატონი ოთარ ფარცხალაძე ჩამოსული ყოფილა, შევიდა თურმე მასთან ერთად რაღაცა რამდენიმე რუსი ყოფილა, უგვარებდა რაღაც ბიზნესს, არ გამოვიდა ეს რაღაც, ესე იგი ჯერ ერთი ვინმეზე უნდა ყოფილიყო გაბრაზებული, თუ რამე არ გამოვიდა და ოთარ ფარცხალაძე ჩამოვიდა, თუ იმას გავყვებით და პირიქით დახმარებაცა და წარმოგიდგენია ხა რა იყო ესეთი რომ ესე იგი თურმე ვერ გააკეთა მათი თქმით ასეთმა თქვა ბუმბერაზმა ადამიანმა ხო რაღაცა ამ ხარეში როგორ არ იქნებოდა რაიმე ჩასაჭიდი რომ ან რაღაცა კონკრეტული კონტაქტი რა ბიზნესია საუბარი ან და რა კონტაქტი იყო კიდე ამას გარდა პირდაპირ ხო არ დაიწყებდნენ ბიზნესს და თუ ბიზნეს პირდაპირ დაიწყეს მეორე დღესვე ჩხუბს ხო არ ატეხავდნენ ერთმანეთს და მით უმეტეს ისეც რომ მისულიყო აი ამ პრეცედენტამდე ეს ყველაფერი ანუ მტკიცებულება მარტო იმიტომ კი არ გჭირდება რომ რაღაცა ვიზუალით დავждე და ვნახო და მე წიგნს რო წაიკითხავ და მე მიმჯობი რამდენ რაღაცა როგორ იმოქმედებს შენს არამედ ეს საქმე მტკიცებულებები და გამყარებული მტკიცებულებები ჭირდება კონკრეტულად სამართლის დადგენას იმ მომენტში იმ დროს რავადებში შენ იძიებ და 9 თვის მერე ასეთი პროცესის მერე მოსამართლე 15 წუთში გავა და გადაწყვეტილებას მიიღებს და გამოიტანს და წაიკითხავს ის რაც არც გაგვიკვირდა თუმცა გაგვიკვირდა უბრალოდ მინიმუმ ცოტა მას თქვა რომ უტიპრობაა რომ მართლა რამე ყავა მაინც დაგელია სადმე ხო აი ეს არის ყველაზე ცუდი რომ 15 წუთში წაიკითხა აი ესეთი გახმაურებული საქმის განაჩენი გეთანხმები მე რა ნებისმიერი ტიპის საქმეს აი მართლა მაღაზიაში ძეხვი რომ მოიპაროს ვინმემ და ამაზე კონდეს სისხლის სამართლის ბრალი პირობითაც წარდგენილი ეხა ძეხვზე არ იქნება გასაგებია მაგრამ ხო მაგრამ არა ნებისმიერ სხვა რაღაცის თქმა მინდა რა აი უმარტივეს დანაშაულზე რომელიც შეიძლება არ ძალადობრივი იყოს და არც განსაკუთრებულ დიდ ზიანთან არ იყოს დაკავშირებული არსებობს მტკიცების სტანდარტი სასამართლოსთვის რომელიც უნდა არსებობდეს კონკრეტულ საქმეში და უთყუარად უნდა დასტურდებოდეს რომ აი ამ ძეხვს ამ ადამიანმა ამ ადამიანს ხელი მოკიდა და ამ ადამიანზე ჯიბეში ჩაიდო და იქ მოლარეს რა უთხრა აი ისე უნდა იყოს სურათი აღდგენილი რომ მოსამართლისთვის კითხვა არ უნდა ისმოდეს და მოცემულ საქმეში ჩვენ საუბარი გვაქვს შეკვეთით და ანგარებით განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულზე და ეხა ამ სტანდარტით რაც წარმოდგენილია და რაც მათ შორის დღესაც ვაჩვენეთ ჩვენს მაყურებელს, როდესაც თავად ოჯახის ადვოკატი იძახის რომ მტკიცებულებები არ არის ამოღებული და საქმეში არ არის ჩადებული, თავად ოჯახის ადვოკატი საუბრობს რომ ნუ მოტივი რაღაცა კონკრეტული ბიზნეს დავა იყო ალბათ, როდესაც ჩვენ ხედავთ რომ მეორე მხარეს არსებობს უკვე დამნაშავე რომელიც იძახის რომ მან ჩაიდინა დანაშაული და ამბობს რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული და ამითი გამოძიება საერთოდ არ ინტერესდება მე ვფიქრობ რომ ალბათ საზოგადოებასაც ამისთვის არ არის აუცილებელი უმაღლესი იურიდიული განათლება უნდა გაუჩნდეს რაღაცა ტიპის კითხვები და ჩვენი მიზანიც არის ის რომ დაირკვეს სიმართლე დადგინდეს სიმართლე იყოს საჯაროდ გაცხადებული და საზოგადოებამ უბრალოდ იცოდეს რა მოხდა სინამდვილეში და უდანაშაულო ადამიანები არ მიეცენ პასუხისგებაში ერთი რაღაც გამახსენდა მაინც სასამართლოს ვილაპარაკობთ
სიმართლეზე და ნუ უზენაესია მართლა ხო ეს სიმართლე და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში რომელი იდეოლოგიისაც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში მოგწონს თუ არ მოგწონს ჩვენი შინაურია თუ არაა შინაური ნაცია კოცია მნიშვნელობა არ აქვს ხო სასამართლო და მით უმეტეს მოსამართლის მანტია ძალიან ну ერთ-ერთი უზენაესია ალბათ სახელმწიფო რავი ღერძი თუ ხერხემალი შეიძლება ითქვას ერთი რამ გამახსენდა და აი ამ საქმეშიც და ისეთია ერთ-ერთი პატიმრობა როცა მიშას დროს ვიჯექით ანუ ჩვენთან ხშირად შემოდიოდნენ ეგრეთ წოდებული გამომძიებელები სუსის თუ მაშინ სოდი იყო ნუ გაერთიანებული იყო თუ კუდი და სოდის და ну რაღაცა უნდათ რომ ჯვარედი დაკითხებზე და ნუ შეგვეცვალა ჩვენება და რაღაც გვეთქვა და მე ხა გარდაცვლილია ეს ადამიანი არ მინდა სასამართლო იერარქიაში იყო საკმაოდ თანამდებობაზე და ნუ უთხარი რომ მეთქი აი რაში გაწყოთ მეთქი ის ხო იმა ხო იცის და მიცრავს მაინც მეთქი ვინა ვარ და ანუ აი რას მოგიტანთ მეთქი ეს ხო ნუ ნიჭიერი კაცია თქო ნუ გამოვყავი ეს რომ აი რაში ჭირდება ხო ანუ მოდი რა სასამართლოს გამოადგეს თავისი იმი და ანუ რატო აკეთებთ ამას აი რაში გჭირდებათ რომ რაღაცა ეხლა დამატებით რაღაცა გინდათ რაღაც ჯვარედინი დაკითხები ჩვენ რაღაცა ინფორმაცია ნუ ხო ხდებია რა რაღაცა ხელი ან ვიღაცას დავადოთ ან ასე შემდეგ რაც არ გამოვიდა თავი მადლობა უფალს პირველ რიგში და ნუ მე რაღაცა თქვათ მაშინ გარეთ სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი ცოტანე ვიყავით მაგრამ უფრო მეტად ხმაურით ვიცავდით ამ სიმართლეს ასეთ რაღაც მითხრა რომ ესეთი მომიყვანა მაგალითი არ მახსოვს რომელი პერსონაჟია ანუ მითხრა რომ აიო რა გიკვირსო რა ჩვენ საერთოდ ესეთ საქმეში ვართო ადამიანს ყავსო ორი მგელიო ადამიანის ბუნებაში ცხოვრობს ორი მგელიო ერთი კეთილი მგელიო და მეორე ბოროტი მგელიო გაჩნია რომელ მგელზე დაჯდებიო შენო და რომელ მგელს გადააჯდებიო ანუ რომელ მგელს აირჩევო ну აი მოდი რა მე მინდა მაინც არც არ უნდა მოხდეს ხვალზე ვინ ვიქნებით სად ვიქნებით როგორ ვიცხოვრებთ რა სტატუსით ვიქნებით იგივე ეს პირველ ნაწილსაც ეხება გარიბაშვილთან ირაკლისთან დაკავშირებით და მორალზე ვილაპარაკეთ ზნეობაზე და თუნდაც ამ ნაწილზე ხო კიდევ ერთხელ ვამბობ ამ კაცს საშინელი ანუ ამაზე მეტი არ ვიცი ესეთი აღიარება რაღაცა რო წარმოიდგინო ხო ხტები არ საწავიდა კაცი ვისი ოჯახის წევრი მოკლა ვისი ძმა მოკლა მოტივი ყველაფერი დაასახელა და ნუ ეხა ხო წარმოგიდგენია საწავიდა ეს კაცი და რაზე წავიდა და რა თქვა ამიტომ მართლა რა ცხოვრებაში ჯობია რომ სამართლიანი იყოს ეს ჩვენი გადაწყვეტილება რასაც ვიღებ და მithom ეს მოსამართლე რომელსაც აღებ ყოველთვის მაინც უნდა იმ ბუნებით გაყვე სადაც სამართალი იქნება უპირატესი და იქნება ყველაზე მთავარი მტკიცებულება რომ ბოროტ მგელს კი არ უნდა დააჯდე არამედ ზნეობრივად მართალ მგელზე უნდა იყო ყოველთვის და ის უნდა აირჩიო მგელი იქნება თუ სხვა ტიპის ცხოველი ხო ბუნება უნდა აირჩიო მართალი და უნდა ქონდეს მართალი და მით უმეტეს როცა საუბარია სასამართლოზე და სასამართლო გადაწყვეტილებაზე დიდი მადლობა მერაბ უპრეცედენტოდ გადავაცილეთ ჩვენს სასამართლო დროს კი ბატონო ბოდიში მადლობა მაყურებელს და ბოდიში ემოციებს აქედან დიდი მადლობა ძვირფასო მაყურებლებო ვფიქრობ ინფორმაციულად საკმაოდ ტევადი გადაცემა გამოგვივიდა და იმედი მაქვს ამიტომაც გაგრძელდა ამ ხანს და იმედი მაქვს თქვენთვისაც იქნებოდა საინტერესო და გემშვიდობები ჩვენ ერთმანეთს 4 შაბათს შევხვდებით განსხვავებულ ფორმატში სტუმართან ერთად ვისაუბრებთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე დიდი მადლობა